გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს. დღეს ძალიან საინტერესო თემით ვართ. ჩემი სტუმარია თათუკა ჩაჩუა, ფსიქოთერაპევტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წყვილებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობა ურთიერთობისთვის. გამარჯობა. კეთილი ყო ჩემ. ძალიან მიხარია. ასემონო. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი დავიწყოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობა წყვილებისთვის. პირველი კითხვა ეს იყოს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ლოგიკურია. ამის საფუძველზე წყვილების თერაპია უფრო აქტუალური გახდა საქართველოში და ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ოჯახები, სადაც ან უბრალოდ ურთიერთობა, სადაც ძალიან დიდი პოტენციალი ამ ურთიერთობის გადარჩენის და უბრალოდ არ იციან როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, როგორ სწრაფად შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკეთესობისკენ, თუ ყველა ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობას, თუ გსურს ერთი თერაპევტი ყავდეს, რომ წყვილებს შევიღოთ, თუ არ გსურს, ესეც ძალიან ინდივიდუალურია, ორივე თუ თანაბრად მიიღოს მონაწილეობას ფსიქოთერაპიაში და სესიებს გაივლის, ძალიან დიდი პოტენციალი ქონია ურთიერთობის გადარჩენილ. ყოფილა ურთიერთობები, სადაც საერთოდ არანაირი იმპულსი არ არის გადარჩენის, სასიცოცხლო არაფერი არ ჩანს და არიან ადამიანები, ვინც ბოლომდე ერთად რჩებიან, მაგრამ სიყვარული არ არის, არც ბედნიერება. შესაბამისად, როდესაც არ არის სიყვარული, არ არის ბედნიერება, არ არის განვითარება. თუნდაც კარიერული განვითარება საბოლოო ჯამში და თუ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მე შენ მიყვარხარ იმდენად და ისე, რომ მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ოღონდ არ ვიცვლები შენთვის, ეს მნიშვნელოვანია. მე თუ გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი ჩემი შეყვარებული ან ჩემი ცოლი ან ჩემი ქმარი გავაჩუმო და მივიდე თერაპიაზე, შედეგს არ დადგმს. რას გულისხმობ გავაჩუმოში? აი ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც მოდიან წყვილები თერაპიაში, ყოველთვის ვკითხულობ ორივე სურვილია თუ არა. იმიტომ რომ ხანდახან ხათრით მოდიან და შემდეგ თავდაცვითი მექანიზმი ერთვება ადამიანს, როდესაც არ უნდა ეშინია თერაპიის, ფიქრობს, რომ მის მხარეს არავინ არ იქნება ანუ თუ წყვილში ერთს უნდა ძალიან და აქტიურია. აპრიორში მეორე პასიური თვლის, რომ ფსიქოთერაპევტი მის მხარეს დაიჭერს და მისკენ იქნება და ძალიან დაძაბულები არიან თერაპიაზე. მე უკვე ფსიქოთერაპია ისე უნდა წარიმართოს ფსიქოთერაპევტის მიერ, რომ აი მოდუნდეს ადამიანი და მიხვდეს, რომ აქ უსაფრთხოდ, იმიტომ რომ არ შეიძლება გაარჩიო და ვინმეს მხარეს იყო კონკრეტულად. ეს შენ ახლა ახსენე ერთ-ერთზე თერაპია ხო, ანუ ფსიქოლოგი და წყვილი, მაგრამ მე ვნახე Instagram-ზე შენთან რაღაც ჯგუფური წყვილების თერაპია. ვორქშოპები. აი ძალიან დამაინტერესა ამან და რომ მოგვიყვება. ეს იყო ჩემგან ცოტა ისეთი თამამი ნაბიჯი, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში გამოიწვია ძალიან დიდი ხმაური. ზოგი იყო ამით ძალიან აღფრთოვანებული და წერდნენ, რომ მადლობა, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის ვორქშოპები ტარდება და ის ცნობიერების ამაღლებისკენ არის და საჯაროდ რაღაც მხრივ არის. მეორე იყო, რომელიც ბრაზობდა. რომ მისთვის უსაფრთხოება ირღვეოდა, მაგრამ არასდროს არ მქონია სურვილი ამ ადამიანებისთვის განაამეხსნა, უბრალოდ მათ თავის შიშებიდან გამომდინარე აქვთ ეს აგრესია, რომ ყოველთვის ვორქშოპის კომენტარების ველში შეფასება არის, რომ აი მე ამდენ ხალხში ვერ. და ეს არის ამერიკული ფილმების გავლენა. იმიტომ რომ გონიათ, რომ ჯგუფურად ესე უნდა დავსხდეთ და მოუყვეთ ჩვენს პირადზე აბსოლუტურად ყველაფერი ინტიმური, რაც აი მარტო თერაპევტმა შეიძლება იცოდეს და ამ მიმართულებით არ არის ეს ვორქშოპი. ხე ჩავშლი უფრო, რომ რა თქმა უნდა წყვილებისთვის ძალიან კარგია და დატვირთვა ინტენსიურია თუ გაურკვევლობა არის ურთიერთობებში, დინამიკა მინდა დავინახო, სიყვარული არის, არ არის, რა ხდება ჩემ თავს, ძალიან კარგია. თუმცა მე პერსონისთვის ცალკე უფრო კარგია, იმიტომ რომ მაჩვენებს დინამიკას, რა ურთიერთობა მაქვს ჩემს თავთან. რა ურთიერთობა მაქვს ჩემს მშობლებთან, სოციუმთან, ჩემს აღქმად, ანუ პროექციაში ვცხოვრობ თუ არა ჩემს წარმოდგენაში, რომ ვიღაცებს არ მოვწონ ვარ, უყვარ ვარ, არ უყვარ და ამ ვორქშოპის თავარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის არის ის, რომ როდესაც მოდის ადამიანი, ჩვენ მას ვეკითხებით, რამდენად აქვს სურვილი გამოჩნდეს კადრებში. ნებართვას ვიღებთ. რა ვიდეო მასალაც კი გავრცელებულა და ფოტო მასალა აბსოლუტურად ყველასგან ნებართვა გქონია.
იმდენ workshop-ში არის ისეთი ადამიანი ნამყოფი, ვისი უსაფრთხოებას დაპირებიდან ბოლომდე შესრულდა და მასალაც კი 6 თვეში იშლება დრაივიდან, იმიტომ რომ თუნდაც სხვამ რომ თხოვოს მასალის გაგზავნა მონაწილემ და იქ ჩანდეს ეს ადამიანი, ჩემს ხელთ აღარ არის კონტროლი იმ მხრივ, რომ შეიძლება სადმე გამოქვეყნდეს. ამიტომ მაქსიმალური უსაფრთხოება არის ხოლმე და კი, ბევრ ბრას ვატარებთ ადამიანები, განსაკუთრებით ქართველები. და განსაკუთრებით ძალიან ჩანს ეს კომენტარებში. კი. კომენტარებში ძალიან ჩანს, მაგრამ აი იქ მოსული როდესაც დინამიკა არის, როგორ არის იცით, რომ აი ტექნიკები გაჩვენებთ ყველაზე მეტად სათხარს საერთოდ. და ამ ტექნიკების საფუძველზე ადამიანი ისე იხსნება და ისეთი ღიაობა იქ ენერგიის, რომ თავიდან რომ ამბობს, რომ მე არ ვბრაზობ საკუთარ თავზე, მე არ ვბრაზობ ჩემს ყოფილ პარტნიორზე, საერთოდ გავლენა არ აქვს, არ ვბრაზობ დედაზე, მამაზე. დაბლოკილი აქ ესე გონია, ხო? და ჯავშანია. თუნდაც იმ ხელა ბრაზია და მე ამ ბრაზს შეუძლია ძალიან დიდი დაავადებები შემოიტანოს. ისეთი დაავადებები, რომელზეც სანამ მივალთ ჯობია რომ დავიცალოთ. და ეს ბრაზის ტექნიკაც ძალიან ჯანსაღ, რომ ბრაზი ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი. კი, საბაზისო. აუცილებელია ბრაზის გამოხატვა და ჩვენ ამას უგმობთ, არ ვაღიარებთ. და მიგვაჩნია რომ ძალიან ისეთი ღირსეული საქციელია თუ არ უბრაზობთ და ვითმენთ. მე ძალიან ბრაზიანი ვარ. ძალიან კარგია. გააჩნია მიზიანდება, მაგრამ თუ ატრიალებ ბრაზს საკუთარ სხეულში? არა, არ ვატრიალებ. ხო, სხვა ადამიანებს აზიანებ მაგხრივ. არ მგონია რომ ვინმეს ვაზიანებდი, მაგრამ გაბრაზება შემიძლია და მგონია რომ კარგი არის. როცა შეიძლება გაბრაზდე. ერთი კლიშე გვაქვს რა, ძალიან სამწუხარო, მაგრამ მე ვარ ღვევ მაგას. მე ქართულ სივრცეში ვარ ღვევ და თამამი ვარ მაგხრივ და არ მაინტერესებს შეფასება. ჩვენს წარმოდგენაში კულტურიდან ჩვენ მიკროკულტურა გვაქვს ოჯახში ყველგან, ხო? მიკროკულტურიდან და ფართო კულტურიდან გამომდინარე, ჩვენ ასე გვითხრეს, რომ ექიმი უნდა იყოს ძალიან ჯანმრთელი. ფსიქოთერაპევტი არ უნდა ტიროდეს, არ უნდა ბრაზობდეს, რაღაც მომენტში საზღვრები ხისტადაც უდაჭერდა არ უნდა დაიცვას. ეს ერთყული. კარგი ფსიქოთერაპევტი თუ ჩერდება და თვით განვითარებაზე აღარ არის, ბრაზს არ გამოხატავს, არ ტირის, ის აუცილებლად თერაპიას წაიყვანს სუბიექტურად, რაც დამხუველია. ამიტომ მე ყოველთვის ესე ღიად გამოვხატავ ხოლმე ჩემს ყენასაც, ბრაზსაც, საზღვრებსაც ძალიან ისე ვიცემთ, რომ აი workshop-ზე ვერ მოხვდები გასაუბრების გარეშე. წარმოიდგინე, ხა ბოლო workshop-ზე იყო სადღაც 60 ადამიანი. სურვილი. ესე არ არის, რომ რადგან სურვილი გაქვს და გადაწყვეტა, წამოხვიდე. იმიტომ რომ ცოტა ისიც გვაქვს ქართველებს, რომ რაღაც რაც ძალიან აქტიური და აქტუალური ხდება, თუნდაც სოციალურ ქსელში გვინდა. მე ორიენტირებული არ ვარ რაოდენობაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გასაუბრების საფუძველზე დავინახო, რამდენად მზად ხარ. აქ მოხვედრისთვის. რამდენად მართლა გინდა. რამდენად მართლა გინდა, იმიტომ რომ არის ხდი ცოტა თანხას. მაგრამ არც ბევრს იმისთვის რა შედეგსაც იღებ. და რამდენად მზად ხარ ჯგუფური მუშაობისთვის, იმ მხრივ, რომ თუ ადამიანს დაინახავ ემოციურად, რომ ტირის, შეიძლება ტრაუმის საფუძველზე სიცილი გქონდეს ეს ჯავშნა და ეს სხვა არის, ამაზე ვაფრთხილებთ ხოლმე ყოველთვის, მაგრამ რამდენად ცნობიერება მზად არის იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მიიღო და მოდის გამო არ მოხდა. ამიტომ ხშირად ვისაც ეს ადგილი შეხვდება ხოლმე და მისდით პასუხი მეილზე, რომ თქვენ იღებთ მონაწილეობას შეგიძლიათ. აქაც კი უპასუხისგებლობას როდესაც ხედავ მონაწილისგან. რა ნიშნავს უპასუხისგებლობა? ნიშნავს ის, რომ მაგალითად შეიძლება სხვისი ადგილი გაქვს დაკავებული, უკვე აგირჩიეს, სხვა კიდემ სრული არ მას შეივსო და აღარ მოდიხარ ისე, რომ არ გვაყენო საქმის კურსში. არ იხდი თანხას. ეს არის როგორი მინიმალური საბაზისო პასუხისგებლობა. იცით, რომ თუ ეს პასუხისგებლობა არ აქვს ადამიანს, ის ვერც საკუთარი თავის თვითრეფლექსიის პასუხისგებლობა. მგონია, რომ პიროვნულ განვითარებაზე ზედმეტია საუბარი, რა თქმა უნდა. და მე ამაზე ძალიან ღია ვარ. კი. შეიძლება ვიღაცისთვის ჩავითვალო ხისტად, მაგრამ მე ვთვლი, რომ პიროვნული განვითარება იმხელა შიდა არა გამომუშავებადი პასუხისგებლობა არის თანდაყოლილი. შეიძლება გვიჭირდეს ურთიერთობიდან წამოსვლა, ტოქსიკური ურთიერთობიდან, გვიჭირდეს საზღვრების დარღვევა, მაგრამ ეს უხილავი პასუხისგებლობა მქონდეს საკუთარ თავთან და ამ პროცესთან სადაც მივდივარ, იმიტომ რომ მე არ დავიბრალებ ხა არაფერს თუ თავად ვერ ვითარდებ. ამიტომ ხო, მაგხრივ არის ხოლმე ეს, რომ ცოტა ფსიქოთერაპევტი იცავს საზღვრებს, არის მგაცრი.
ხანდახან ხშირად არა. გონია რომ საზღვრები აუცილებელია და აუცილებელი არის კიდე ის რომ თქვენ ჩათვალეთ რომ მოходით ახლა თერაპიაზე ჩემთან. და მე ვისმენ აბსოლუტურად ყველა ფერს, რასაც ყვებით, რომ გარემო არის ყველაფერში დამნაშავე და ყველა. ნუ ხა იქ მსხვერპლის როლი. ხო, მსხვერპლის როლია, მაგრამ მეორე არის რამდენად გვაქვს უნარი ეს თქვა გავაკეთოთ ლამაზად, რომ ვუთხრათ და დავანახოთ თავისი ქცევის მოდელი. არ მოწონთ. ადამიანებს არ მოწონთ და ხშირად არის ხოლმე რომ მე ბრაზობენ, მაგრამ მე საბოლოო ჯამში ძალიან კარგად გადიან. და ხო აი ეს კლიშეები გვაქვს, რომ ფსიქოთერაპევტი უნდა იყოს უნიკალური, უშეცდომო, არ ვიცი, ექიმიც, ყველა მასწავლებელი ბავშვობაში. ხო, აი ზუსტად და არ არის ასე არა მეც მაქვს ხოლმე რაღაცეები და მუშაობს აკო სულ ინტენსიურად მუშაობთ მე მყავს ალბათ უბრალოდ რაღაც პროფესიონალიზმის რაღაც ამაზეა საუბარი, რაღაც მოთხოვნებია, ხო, რომ თქვა საზღვრების დაცვა, ნუ რაღაცაები, რაც მოეთხოვება ექიმსაც, ფსიქოთერაპევტსაც, მასწავლებელსაც და ასე შემდეგ. აუცილებელი არის ეს, ხო. ხო და ეს ვორქშოპები გახდა ჩემი რაღაცა ჩემი მეორე შვილიც, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. და ამ ვორქშოპებმა ძალიან დიდი შედეგები დადო ადამიანების განვითარებაში. ძალიან ბევრმა ადამიანმა რადიკალურად შეცვალა თავის ცხოვრება. იმდენად რადიკალურად შეცვალეს, რომ მან ხოიცით, აი რაც არ უნდა კარგი PR კამპანია გქონდეს, თუ ორგანული არ არის შეფასების გადაცემა, ეს გაჩერდება რაღაც ეტაპზე. იმდენად ინტენსიურია მოთხოვნა, რომ ბოლო ვორქშოპზე ვთქვი, რომ გაურკვეველი ვადით, ვაჩერებ. და რაღაცნაირად მან გავტყდი რაღაც მომენტში, იმიტომ რომ აი რო დავბრუნდით, ჩვენ ყოველს ქალაქგარეთ ვატარებთ ამას თავისი დანიშნულება აქვს, რატომ? რო დავბრუნდით, ისეთი მოთხოვნა იყო და იმხელა არ ვიცი, სურვილი იყო და მამაკაცების, რომ აი მიდის ფუთფუთი ჯგუფში კიდე ჩემს გუნდთან და თანამშრომლებთან, რომ აი გაზაფხულზე ერთი კიდე ხوار ჩაინიშნოს, არ ვიცი. რამდენი ადამიანი მოდის, სულ რამდენი წყვილია? წყვილს არ არიან მარტო წყვილები, არიან ადამიანები ინდივიდუალურად თუ მე გადავწყვიტე რომ ვიყო და არ მყავს პირიქით მეწყვილე და მინდა რომ მყავდეს და პირად ურთიერთობებში მაქვს პრობლემები და ვერ დავლაგდი ან დასრულება მინდა ამ ადამიანებსაც არის ხო წყვილები ძალიან ბევრი ყოფილან ცალ-ცალკე ჩამოსულან პირობითად ჯერ ცოლს უცდია წამოსვლა და წამოსულა შემდეგ მეორე ვორქშოპზე მეუღლე წამოსულა ბოლოს ერთად წამოსულან ყოფილა ბევრი ოჯახი რომ საერთოდ დაუსრულებიათ ურთიერთობა ხო არა ვორქშოპის შემდეგ ამისთვისაც ალბათ აფრთხილებთ ხომ მზად უნდა იყვნენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეგ ისეთი რაღაც არის მე რომ სულ დავმალო თვითონ დინამიკა და სისტემა არ დამალავს იქ რა ხდება არის მოლოდინი რომ თქვა არა აი მაგიტომ მაქვს გასაუბრებები იქ სულ რო გასაუბრებას ესე უბრალოდ არ ვატარებ ტესტირების საფუძველზე თუ ხვდები რომ დიდი მოლოდინები არის რომ იქნებ გადარჩეს ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან არა იქაც ვეუბნები რომ შეიძლება რაღაც დაინახო ისეთი რამაც შეიძლება ხო და გული დაგწყვიტოს და მზად უნდა იყო ამისთვის და ყველაზე მეტად მე მაინც ვამაყობ მენტალ ამ ვორქშოპებთან მიმართებაში ის რომ მამაკაცები არიან ძალიან დაინტერესებული იმიტომ ძირითადად ქალები არიან ხოლმე ხო მე ვორქშოპსაც მივლია და არ ვაჩვენთ ხო კაცებს არ ვაჩვენთ ჩემი გამოცდილებით სულ ქალები ვართ ქალებმა დავიწყეთ მამაკაცები ჩაერთ მაგრამ აი მამაკაცებს ქონდათ უნდობლობა პროცესის მიმართ ყველაზე მეტად ვინ სოციალურ ქსელშიც მამაკაცი ბრაზობს იმიტომ რომ მას ყველაზე მეტად უნდა უბრალოდ ძალა არ ყოფნის და უსაფრთხოება უნდა რომ დაცული იყოს იმიტომ რომ მაინც აი ისე მიკროკულტურაზე წავიდეთ რომ ოჯახში შეიძლება ითვლებოდეს რომ მამაკაცი თუ ფსიქოთერაპიაზე დადის ან მენტალურ ჯანმრთელობის ხო სისუსტე არ და პირიქით ძალიან დიდი ძალა უნდა ამას რომ გადადგა ეს ნაბიჯი და შენი პერსონა რომელიც შენი არჩეული არ არის და შემოგთავაზ ის დაამსხვრიო დატოვო და იცხოვრო შენი არჩეული ცხოვრება ხო იპოვო საკუთარი თავი მე უკუკავშირები რაც არსებობს ძალიან ხშირად სხვათა შორის პოდკასტებს მამაკაცები უფრო უყურებენ და თერაპიაზეც მოთხოვნა არის ძალიან დიდი ჩემი პოდკასტების მაყურებელი უფრო მეტი ქალია ხო იმ ნახოთ ჩემი სტუმრობიდან გამომდინარე რა თემა იქნება მათ ხო ღიაობა უყვართ და კი ვორქშოპზე ძალიან ბევრი მამაკაცი მოდის ისეთი ვინც მზად არის ამ ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვაჩვენთ არც ერთ სოციალურ ქსელში თუ თავიდან დააფიქსირებს და პირიქით ადგილი გვაქვს ხოლმე სადაც ხედან ერთად ვისაც არ უნდათ გამოჩენა და ვითვალისწინ ამ როგორც ახსენე რაღაც ეს მიკროკულტურიდან გამომდინარე აი ყველაზე ხშირი ვთქვათ პრობლემა რა არის ხოლმე ურთიერთობებში მამაკაცებში თუ ზოგადად აი ზოგადად
ხო, მესაკუთრეობა ქალებზე ვისაუბროთ რა. მან სქესის დიდად მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მესაკუთრეობა. ქალიც და კაცის მხრიდანაც ხო არა? მესაკუთრეობა აი რას ნიშნავს მესაკუთრეობა? პირადი სივრცის არ დატოვება და ეს აპრიორში ნიშნავს, რომ თუ პირად სივრცეს მთხოვ, ესე იგი აღარ გიყვარვარ. რაც მოდის თავიდანვე იქიდან, რომ ეს არის ბავშვობის ქცევის მოდელი. მე რო დედა ჩემი არ მაძლევდა პირად, მამა ჩემი რომ ბები არ აქვს რომელსაც გავიზარდა. პირად სივრცეს და არ იყო საზღვრები დაცული ჩვენს ოჯახში, მეც არ ვიცი როგორ დავიცვა საზღვრები და ეს ყოველივე გადის იმაზე, რომ მე მას აღარ უყვარვარ და აღარ მჭირდება. პირადი სივრცე შეიძლება იყოს, ესე ოღონდ თეორიულად ყველა გვეთანხმება ამაზე ქალის და კაცის, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მანდ უკვე დიდი კონფლიქტი არის ხოლმე. თუ მე პერსონას არ მაქვს ჩემი ჰობი, არ მაქვს ჩემი პირადი საქმე. შეიძლება ესენიც გქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ინტენსიურად მიჯერჭულობიდან გამომდინარე ვიღწოდე შენს პირად სივრცეში შემოვიდე. ისე როცა შენ მეუბნები ვიცი რა, მე დღეს არ მინდა პირობითად შენს მეგობრებთან ერთად წამოსვლო და მინდა ტელევიზორის ყურება, მე აუცილებლად გავბროსდები და გეტყვი, რომ ჩვენ შორის არაფერი აღარ არის, არც არ მომყვები, არც არ დავდივარ, ჩამოკიდებ. ეს არის შინაგანი inner child-ის, ანუ შინაგანი ბავშვის, არ უყვართ ინგლისური ტერმინოლოგია. ქართულად. შინაგანი ბავშვის ჩამოკიდება, ასე ვთქვათ, ორალური ფსიქოტიპი, რომელიც აუცილებლად სჭირდება ვიღაც ცხოვრების განმავლობაში, ფიზიკურად არ გულისხმობთ, ეს აუცილებელია. შინაგანი განწყობით, რომ მასთან ერთად აკეთოს ყველა აქტივობა. მარტო აქტივობა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია. და ვისაც ვეუბნებით თერაპიაში, რომ მარტო რას აკეთებ, რითი ერთობი, მარტო სული ხო არ ვარ, რომ მარტო ვაკეთო. და ურთიერთობაში, როდესაც არ არის პირადი სივრცე, არ არის საზღვრები, რომ ისი რა მე არ მინდა შენ მეგობრებთან ერთად ახლა წამოსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ მიყვარხარ. უბრალოდ მე ახლა მინდა არც ტელევიზორის ყურება პირობითად. მეორე არის დასასვენებლად წასვლა, ყველაზე აქტუალური. რატოღაც კაცებს აქვთ ეს წარმოდგენა, რომ მათ შეუძლიათ თავის მეგობრებთან ერთად წავიდნენ სადღაც მეუღლის გარეშე, რაც მე თან ხვდები, რომ კი შეუძლიათ, მაგრამ ქალებს ნაკლებად აქვთ ამის აქტივობა. ეს დიდი პრობლემაა საბოლოო ჯამში. ოღონდ ეს რას ქმნის, რომ დათმობაზე თუ ქალი მიდის, სადღაც რაღაც მომენტში, როცა არ არის კომუნიკაცია სწორი. შეიძლება მამაკაცმა, არ ვიცი, უთხრას, რომ წყალი მომაწოდე და აქ დაიწყოს კონფლიქტი ძალიან დიდი. იმიტომ რომ წყვილებს ჭირდებათ ერთმანეთთან საუბარი არა იმიტომ, რომ თავი დაიცვან, არამედ რომ მოусმინონ შეფასების გარეშე. ყველაზე სწორი კითხვა არის თუ მე რამე მაწუხებს ურთიერთობაში. მე არ მომწონს პირობითად შენ რომ გვიან მოდიხარ. და მე ვჩხუბობ ამაზე რომ გვიან მოდიხარ, სულ. მაგრამ მე არასდროს არ გეკითხები რომ რა ხდება შენს თავს, რომ შენ სახლში პირობითად ჩემთან კომუნიკაცია აღარ გინდა. ან თუ მე არ ვარ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ შენ ჩემთან საუბარი მოგინდეს? ეს ძალიან კარგი კითხვა ადამიანთან. რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ შენ ჩემთან საუბარი მოგინდეს? თუ უნდა დაველოდოთ ადამიანს, რომ ხანდახან ადამიანები არ გვესაუბრებიან, იმიტომ რომ ეშინიათ კრიტიკის, ან იმის, რომ სადღაც რაღაცა კონფლიქტი წამოვაკეთეთ. ან საყვედურების. საყვედურად ხო უნდა, ხო, იმიტომ რომ დედის, ან რომელიღაცა მშობლის ის არის, რა ქვია, პატერნი შემოდის, რომელიღაცა მშობელს ხედავენ შენს უკან, რა თქმა უნდა, აუცილებლად და რაღაცა ხსევის მოდელს, ხო. და აქედან გამომდინარე, თავდაცვით მექანიზმზე გადადის ადამიანი, ან საერთოდ განრიდებას აკეთებს და საერთოდ არ გესაუბრებ. ჩვენ რო გვგონია, რომ ზრუნვა ხან კარგია, მაგ ზრუნვას იმხელად დიდი უარყოფითი მხარე აქვს. აბა რა უარყოფითი მხარე? ხო, ზრუნვა არის მოთხოვნადი. ზრუნვა, რომელიც არ არის მოთხოვნილი და მე ამას გავცემ, შეიძლება იყოს ძალადობრივი. რას ნიშნავს მოთხოვნილი არ არის? თუ არ გთხოვენ და შენ თუ მაინც ზრუნავ? მანდ არის კარგი სამი კითხვა, იმიტომ რომ ყოველი ზრუნვის ჩადების დროს მე გვეცნობიერად მაქვს მოლოდინი, რომ ეს დამიფასდება. და როდესაც ადამიანი ჩვენ არ გთხოვს დახმარებას, ან არ გვეუბნება, რომ რა კარგია, რომ შენ ჩემთვის გააკეთე, ეს აღნიშნვა, არ არის აუცილებელი მოგთხოვოს, ვიცი რა გთხოვ ყოველსა დილას ყავა გამიკეთე. მაგრამ ერთხელ რომ ყავას მოუმზადებ, არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობის დინამიკასაც რა მეგობართან, მშობლელთან პირობ. და მე რომ ამას მადლიერებთ გამოვხატავ, რომ რა კარგია, რომ ყოველ დილას ყავას მიეთებ. ძალიან დეტალებში მინიმალური მაგალითები მაქვს.
მე უკვე შენ მოგეცი იმპულსი, რომ მე მომწონს რომ შენ ყავას მეკეთე და შენ რო ყავას გამეკეთებ, აქ უკვე თანხwebdriver არის, მაგრამ რაღაც მაგალითად დილას გავიღვიძე და შენ მე დამახვედრე ომლეტი. და შენი მოლოდინით გამიკეთე ომლეტი. მე ძალიან ადვილად ხსნი ადამიანებისთვის, რომ არ არის აუცილებელი ყველა მიცოდეს რაღაც ფსიქოლოგიური ტერმინოლოგია. შენ რომ მე მომიზადე ომლეტი, ეს შენი მოლოდინია რომ მე ომლეტი მინდა და მე შენ გავიღვიძე საერთოდ და არ მინდა საუზმე. და თუ მე გეტყვი რომ მე საუზმე არ მინდა, შენ ამას აუცილებლად ჩათვლი რომ მე უმადური ვარ. აი ესეთი მინიმალური რაღაცებით იწყება კონფლიქტები. სადაც ადამიანს ერთმანეთს არ გვესმის. მე როგორ ახდება რომ შეიძლება საერთოდ არ მინდოდეს ეს ომლეტი და ვჭამოცალით. ხო? ამიტომ აქ რა არის რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა ვკითხოთ რა ქსიამონებს, რა არ ქსიამონებს. ზედმეტი ზრუნვა რომელიც სადღაც არ არის რაღაც გაშიფრული და კონკრეტებული რომ მე სიამოვნებას მანიჭებს და მადლობა ხშირად არის კონფლიქტის მიზეზი, იმიტომ რომ მე ამას მოლოდინებით ვაკეთებ და თუ შენ ამას ვერ აკმაყოფილებ, უკან არ მიბრუნებ ამ მოლოდინს, მე ვფრაზობ. პასიურ აგრესიულად რაღაცა ფორმით მაინც დანაკლისში ვარ. იმიტომ რომ გამცემი აქტიური ფსიქოტიპი ყოველთვის სინამდვილეში არის დიდ დანაკარგში და პასიური ფსიქოტიპი სინამდვილეში მართავს ყველაფერს. და გამცემი ხშირ შემთხვევაში ქალია? არა, იცი, ვერ ვიტყვით ეს არსებობენ გამცემი კაცებიც ურთიერთობაში. თუმცა კი ხშირად გამცემი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ზრუნვიდან გამომდინარე ჩვენ მიკრო, ხო? ქალები, იმიტომ ჩვენ ესე გვასწავლეს, რომ ქალი უნდა იყოს დამთმენი, ქალი უნდა იყოს გამცემი ენერგეტიკულად და ისედაც კაცი მასკულინური ენერგია მიმღებლობის არის და ხო, ფემინური გამცემის და მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანს, აუცილებლად. და თან რა არის ისეთ, რომ დედრობითი სქესი, როდესაც ითხოვს მიმღებლობას, რომ რაღაცა მიიღოს და ვიღაც გამცემი იყოს, მასთან პირველ რიგში თვითონ თავის თავთან უნდა იყოს ენერგეტიკულად გამცემი და მე მოთხოვნა აღარ გჭირდება. ეხლა ეს რო ჩავშალოთ. ხო. მე როდესაც არჩევანი მაქვს, დავაპრიორიტეტო ჩემი თავი თუ სხვა, მე ვაპრიორიტეტებ სხვას და უკამწევ ჩემს თავს. ყიდვის მხრივაც, აი ნებისმიერ ნივთის ყიდვა. ვაპრიორიტეტებ ყოველთვის სხვას და ამ სხვისი დაპრიორიტეტების მიღმა რა დგას? მოლოდინი, რომ მე მის თვალში ვიყო კარგი გოგო. და მე ჩემ თავს ენერგეტიკულად ქვემოთ ვწევ. აუცილებლად და ვერ ვიღებ ვერაფერს. და როგორც კი მე ოღონდ ვიღაცის ხარჯზე, ჯინაზე, არა, საკუთარი თავისთვის, როდესაც ვარ გამცემი, ფინანსურად, ენერგეტიკულად, მორალურად, თანაგრძნობაში, შექებაში, ჩემ თავთან თუ ატრიალებ ამ ენერგიას, მე აუცილებლად მოვიზიდავ ისეთ ადამიანებს, ვინც ამას მომცემენ უფრო მეტს. ამიტომ ჩვენ ხშირად ჩვენ ენერგიას პატივს არ ვცემთ და არ ვიცით რა მხელა ენერგიის მატარებლები ვართ, იმიტომ რომ სულ სხვაში ვდებთ. მე სულ ბრაზობს და არ გამოგვდის ურთიერთობა, იმიტომ არ გამოგვდის, რომ ეს არის სინამდვილეში რა ზრუნვას ჩვენ გვჭირდებოდა ბავშვობაში საბაზისო. ის ზრუნვა, რომ არ მივიღეთ და ვერ მივიღეთ, ამას ვუკეთებთ პორტირებას და გადაგვაქვს სხვა ადამიანთან და ისევ იმედგაცრუებაში ვართ და აი ამ მთელ დინამიკას გვაკეთებენ ჩვენი შინაგანი ბავშვი, რომელიც დაუკმაყოფილებელია და ჩვენგან არ მიტოვებს. ესე იგი ხა შენ რაც ჩამოთვალე, ეს ყველაფერი საკუთარ თავს რომ გაუკეთო, იზრუნო, არ გამოდიხარ ეგოისტი. ხო? არა. პირიქით. დრო ესე არის ზოგადად ცნობილი. ჩანსაღი ეგოიზმი ისეთი კარგია. ის ეკოლოგიური ეგოიზმი ისეთი კარგია, თუ მე ჩემი არჩევანით არავის არ ვაზიანებ, რატომაც არა. მაგრამ მე თუ ჩემი არჩევანით ვინმეს ვაზიანებ, ცხადია რომ არა, მაგრამ ეგოიზმი ნახეთ რა არის. არსებობს არაჯანსაღი ეგოიზმი და თუ მე ჩემში არ ვდებ ამ რესურსებს, რაც ჩამოვთვალე და ვიწყებ პარტნიორში ჩადებას, არ ვიცი, მეგობარში, შვილებშიც თუნდაც და ჩემ თავს არ ვკვებავ ემოციურად. მე ვხდები ეგოცენტრული და მე ვიწყებ შენს მისაკუთრებას. რამდენი ადამიანი გინახავთ მშობელი თავის შვილის ცხოვრებაში, იმდენად ჩარეული ინტენსიურად ამ ეგოცენტრულობიდან გამომდინარე, რომ ნარცისული აშლობის მქონე ფსიქოტიპად აყალიბებს. იმიტომ რომ არ აძლევს არჩევანს, აუცილებლად. არ აძლევს არჩევანს, მე უკეთესად ვიცი, მე ვზრუნავ შენს. აი ეს ზედმეტი ზრუნვა, ან საერთოდ უგულველყოფა ბავშვობაში აყალიბებს ნარცისული აშლობის მქონე ფსიქოტიპს, რომელმაც არ იცის საერთოდ როგორ უყვარდეს საკუთარი თავი, რომ არჩევანი არ ქონია ცხოვრებაში. და მე ეს ადამიანი იზრდება და აზიანებს მთელ სისტემას საკუთარ თავს უსიყვარულობით და პარტნიორს აუცილებლად.
მოდი, ნარცისულ ფსიქოტიპს დავუბრუნდები. ერთი კითხვა მაქვს. აი, როგორ ესე გამიგია, რომ თქვათ, როდესაც ცოლი ზრუნავს ქმარზე და ზედმეტად ზრუნავს, აი უკვე მე ვთქვათ, ზღვარი სად არის ქალი და სად არის დედა? ხო, რაღაცა იშლება ეს ზღვარი და აი როგორ უნდა მიხვდეს თქვათ ქალი, აი ჩვენი მაყურებელი რო გვისმენს, რომ აი სად გადის ეს ზღვარი, როდის ხარ დედა შენი ქმრისთვის და როდის ხარ მეუღლე და თან რო ხა ზრუნვა ყველას გვიყვარს რა ვიცი, ქმარზე, ხო და ასევე ცოლზეც გთხოვთ. ნუ მე ანუ ქალის მხრიდან ვლაპარაკობ. პირველ რიგში, როდესაც მან როგორ არის, ხანახეთ, როდესაც მე ვხდები დედა პარტნიორთან, აუცილებლად ეს ადამიანი მაძლევს ამის საშუალებას. იმიტომ რომ მას სჭირდება ზრუნვა. და მე აუცილებლად იმის მიხედავთ, რომ დედა ვხდები, მაინც მასკულინურ ენერგიას ვიღებ მისას და ჩემ ფემინურობას ვკარგავ. და გადავდივარ ძალიან დიდ ზრუნვაში. ეს რა არის? მიჯაჭულობის მქონე ფსიქოტიპი, რომელიც ბავშვობაში, მდედრობა ქალს გულისხმობ, რომელიც ბავშვობაში ჩამოყალიბდა. შეიძლება ამბივალენტად ჩამოყალიბდა, ასე მიჯაჭულობის მქონე ფსიქოტიპი. აუცილებლად ირჩევს ნარცის ფსიქოტიპს. ეს ორი ერთმანეთს იზიდავს, გამორიცხული ერთად არ იყოს. როდესაც მე ვხდები ძალიან მზრუნველი, ჩემ პარტნიორს, მამაკაცს, ვაცლი მთლიან მასკულინურ ენერგიას. ხო რა. აი რა არის ძალიან მზრუნველი? მოდი ეს ჩავშალოთ. აი მის მაგივრად რო ვაკეთებ ყველაფერს საბოლოო ჯამში. ოღონდ მაინც რომ ნიშა არის, რომ კაცი ოჯახში არის მთავარი, მაგრამ საბაზისო რაღაცები რაც არის, რომ შეიძლება გვიძლია ენერგეტიკულად გავიყოთ, პასუხისმგებლობა ფული რა არის, მასკულინური ენერგია, ხო, თავიდან ბოლომდე. მე თუ მთლიანად ვიღებ ფინანსურ პასუხისმგებლობას ჩემ პარტნიორზე, მე უკვე მასწავართ მასკულინური ენერგია. წავართვი, ეხლა შეიძლება ვიღაც მეკითხოს ასო, რომ თუ თავიდანვე ქონდა კაცო, რანაირად წავართვა. ხო, შეიძლება არ ქონდა, მაგრამ არც მივეცი საშუალება, რომ თვითონ გამოიმუშაოს ეს მასკულინური ენერგია. აქტიურობა, წეგან მე ნახეთ თქვი, რომ როდესაც აქტიური ფსიქოტიპი არის, ეს აქტიურობა არის, რომ ზრუნვა, რომელიც არ მითხარი, ან მე შეიძლება მიგაჩვია უკვე და ისე მიეჩვია ამას, რომ ხო, ჩვენს ოჯახში ესეა, რომ ყველაფერი მე უნდა ვაკეთო. და ქალს ერთად რა უწევს, ხო? 9 თვე. მუცლად ყოფნა ბავშვის და ტარება. არ ვიცი, უდიდესი პასუხისმგებლობა ამ ბავშვების აღზრდა, მენტალური ჯანმრთელობა, განათლება. მე აი ძალიან ღიად ვსაუბრობ ამ თემაზე. სახლის საქმეების ყველაფრის კეთება და ირთულება უდიდეს პლუსად, როგორ გაგიმართლა ქმარში თუ ჩვენი ორივეს აქტივობის საფუძველზე ეს ბავშვი ჩაისახა და როგორც ჩემი ისე მისია, მაგრამ კარგ ქმრად ითვლება და იღვლიან ქალად ვითვლები თუ ეს კაცი 20 წუთი დაიჭერს ბავშვს და ნაჭმევს და ანუ არის სოციალურ-ქსელში. მართლა ზუსტად 20 წუთი. ხო, 20 წუთი ისტერია და მე ამას ცოლი იღებს, იმიტომ რომ უხარია, იმიტომ რომ თვითონ გაიზარდა სხვა ქცევის მოდელში მამასთან და ხვდება რომ ძალიან, იმიტომ რომ აქ რა არის სტანდარტებია, ხო? მე თავიდანვე დავთანხმდი იმ სტანდარტს, რომ ხო, კაცმა ეგ არ უნდა აკეთოს და მე მიხარია, რომ რაღაც მომენტში ჩემი ქმარი 20 წუთი ამ ბავშვს იჭერს, რომელიც ზუსტად იგივენაირად არის მისი შვილიც, ზუსტად იდენტური ფინანსური და მორალური მზაობა უნდა გქონდეს ამ ბავშვთან მიმართებაში. ბავშვის აღზრდა, მისი განათლების მიცემა, მისი ჰიგიენა, მისი ჯანმრთელობა. რომელი კაცი გინახავთ სამსახურში არ წავიდეს, იმიტომ რომ ბავშვს სიცხე აქვს. აი ნუ 100-დან 20 კაცს პირობითად, რომ მამა. მე ძალიან ბევრ საოცარ მამას ვიცნობ, ჩემს მეგობრებს თუნდაც ან გარშემო, რომ ზუსტად 50-50-ზე არის. შეიძლება კაცის უფრო მეტად აღიქვამდეს მორალურად, რომ ყავს გვერდით. ეხლა რაღაც უფრო წამოვიდა ეს კულტურა. აი ამას ვსაუბრობ, კარგი მამობის ესე დავარქმევ. ამას ვამბობ, რომ მენტალური ჯანმრთელობა და აი ასეთი აქტივობა, იმიტომ რომ ყველგან სადაც არ უნდა ჩამოსქროლო და შეხვიდე სოციალურ ქსელში, ვიღაცა რაღაცას გთავაზობს დახმარებას, რომ პიროვნული განვითარება გქონდეს, ხო? რაღაცა ბუმი წამოვიდა ერთად მთლიანად, რომ ტრანსფორმაცია სისტემური და კოლექტიური ცნობიერება ამაღლდეს. ვისაც როგორ წნეხში მოხვდება ამ კოლექტიური ცნობიერების ამაღლებაში, მე პირობითად შეიძლება რაღაც თამამი ვიყო თავიდან და მე 2 წელს მერე ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, ვიყოთ, ოღონდ ეს მოხდეს, ერთმა კაცმა ჩაწეროს, რომ თავის შვილს ზუსტად იდენტურად უვლის და არ მიდის სამსახურში და იღებს დეკრეტულს თუნდაც ვიდეოს, ხო, უკვე წინ ვართ. ქალებსაც აქვთ ეს სტიგმები, იცით, აი უამრავი რომ კაც რაღაცის უფლება არ აქვს.
ტირილის. რატო? თავის დროზე რო არ იტირა ამ კაცმა, მაგიტომ არის რომ დღეს ფუქსავატია, თვითშეფასება არ აქვს, სამსახურში ვერ განვითარდა, კარიერაში ვერ იქნა ვერაფერი, ფოთვა აქვს, უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ მორალურად კაცებს იმხელა პასუხისმგებლობა დავაკისროთ, საბოლოო ჯამში ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ, იმიტომ რომ ვერ წდებიან. იმიტომ რომ ჩვენი წარმოდგენით კაცმა იმდენი რამე უნდა გააკეთოს, რომ ეს კაცები რომ ვერ აკეთებენ საბოლოო ჯამში. დგებით და მაინც ჩვენი სატარებელი პასუხისმგებლობაა და მან კარგავთ ამ ფემინურობას. ჩვენი სექსუალური ცხოვრების ენერგიაც იცვლება ცხადია. და მე უკვე რა ხდება, რომ მე როცა ვხედავ, რომ ჩემს გვერდით ყოფი პარტნიორი, ქალი ჩემიდან გამომდინარე თუ თავისიდან გამომდინარე, ჩვენი ტრაუმებიდან გამომდინარე, იღებს ამ ხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და წამართვა ეს მასკულინური ენერგია თავიდან ბოლომდე, მე ვიწყებ სხვა ურთიერთობაში ძიებას, იმიტომ რომ თავიდან ხო ყველაფერი იდეალურად იწყება ურთიერთობაში. კი, რა თქმა უნდა. რომ ეს ჩემი რაც დავკარგე, რომ მე შემიძლია წარმოსადეგი ვიყო, ქარიზმა მქონდეს, იმიტომ რომ ამ ხელა პასუხისმგებლობის აღებას ქალისგან მოყვება კრიტიკაც. და მე ვკარგავ უკვე დედა ჩემის ფსიქოტიპი მიდგას, რომელიც სულ რაღაცას მთხოვს. და პირველი რაც მინდა, სხვაგან მინდა წავიდე, რომ ვიღაცა ჩემთან აღფრთოვანებული ნახო და მან შემოდეს ღალატი. როგორც თავიდან იყვნენ ერთმანეთით ჩვენ როგორც ვიყავით თავიდან აღფრთოვანებულები, ეს რო წავიდა და აღარ არის იქაც დროებითია, რა თქმა უნდა, ანუ მოკლევადიანია ეს აჟიტირება, რომელიც მე მაძლევს ამ ჩემ ეგოს კვებავს, რომ ეს საჭირო ვარ და იქაც მე უკვე მე რო დავსუსტები, ის ქალიც აიღებს ამ პასუხისმგებლობას და ერთ მიკროწრეზე დავდივარ. რა არის გამოსავალი? კითხვაა. მე ავიღო პასუხისმგებლობა მამაკაცმა, რომ მე ვივლი ფსიქოთერაპიაზე, ვისწავლი ჩემი ენერგიის სწორად მართვას, დავალაგებ ქვეცნობიერში მამაჩემთან, ჩემს ორივე მშობელთან ურთიერთობას, რომ მე როგორც კაცი, ჩემ თავთან ვიყო თვითკმარი და აღარ დავიწყო ან ამ ქალის პასუხისმგებლობის გადაბარება, ან სამ ქალის ენერგიის შეჭამა თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ჭამენ თუ ხდება, რომ ვერ დგანან თანაბრად იწყებს მის თვითშეფასების ძალიან დაქვეითებას, ხო? და აი, მაშინ ახლა გავაგრძელოთ ნარცისული ფსიქოტიპი. ხო, ეს ივატეკით. ძალიან ბევრი ყავს. ხო. კი, და არა მარტო მამაკაცები, ეს პირველი რაც მინდა, მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ პირველი პოდკასტია, სადაც ამ თემაზე უფრო ცლად უნდა ვისაუბრო, კი. ძალიან მიხარია. არ არიან მამაკაცები მხოლოდ ნარცისები, არიან ქალებიც. და არ არის საუცლებელი იყოს პირად ურთიერთობაში ნარცისი. შეიძლება იყოს შენი ხელმძღვანელი. მეზობელი, ნათესავი, არ აქვს მნიშვნელობა. ხშირად სხვათა შორის კულტურამ უფრო ჩამოაყალიბა და გაამწვავა ნარცისების ამ ხელა რაოდენობა. და ყველაზე რთული რა არის ნარცისს აქვს ისეთი ქარიზმა. მართლა? ის აი არ იფიქროთ, რომ ვინმე ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს სოციუმთან და ეს დიდ შეკრების ადგილებში და სამეგობროში რა. აი ნარცისი ირჩევს პატარა მიკროურთიერთობას, სადაც აჩენს ამ თავის ქცევის მოდელს. ძალიან ქარიზმატულები არიან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ მათ თვითშეფასებას საკუთარ თავთან, რას ფიქრობს ხალხი. და ამის სანაცვლოდ აქვთ ნიჭი როგორ შეიძლება ამას დავარქვათ, მაგრამ ერთ-ერთი უნარი, რომ გავლენა მოახდინონ ამ სოციუმზე, სადაც არიან, რომ ვერან ვერ წარმოიდგენს, რომ ეს ადამიანი ნარცისია. და რა არის ხა ეს ნარცისი? ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს და ამის საფუძველზე, რომ ეს არ გახდეს აშკარა, რომ საკუთარი თავი არ უყვარს, იცვამს ჯავშანს და ეს ჯავშანი არის, რომ არის ყველასთან რაღაცნაირი ისეთი გული და სული და ირჩევს ერთ ადამიანს და ეს ადამიანი აუცილებლად არის ძალიან ძლიერი. ნარცისს არ უყვარს სუსტი. ნარცისს არ უყვარს რაღაცა ადამიანი, რომელიც არ არის განვითარებული, არ არის ძლიერი. არის მის ინტერესი არ არის. მას უყვარს ისეთი ვინც კაშკაშებს, გამოწვევები უყვარს. კარიერაში ვინც არის ძლიერი, ვინც არის აი ყველასთვის მოსაწონი. და აქ იწყება დიდი ორომტრიალი და ეს რა არის ორომტრიალი. ნარცისი როგორც კი ამოირჩევს ამ ადამიანს, რომელიც არის სასურველი ყველასთვის რა, რაღაცა მომჭდა ძლიერი, ლამა, შემდგარი ასე ვთქვა. ყველაფერს აკეთებს იმისთვის
და პირველი ეტაპი ურთიერთობის რაც არის აი იდეალური. მე მეშინი ასეთი ადამიანი. მეშინი გადაინთქვი რომ თერაპიაში რომ მოდის აჟიტირებული კაცი ან ქალი ამშრომლობა თავისი პარტნიორით რომ საერთოდ იდეალურია. აი არ ვიცი ყურადღებიანია ისეთი რომ მე ესეთი ყურადღებიანი პარტნიორი არ მყოლიო. მან რა თქმა უნდა არ ვეუბნებით არაფერს თავი და ფსიქოთერაპევტები ვაკვირდებით დინამიკას. მისი მთავარი მიზანი არის ყველა დეტალი იცოდეს შენს. კარგი მსმენელები არიან, კარგად გისმენენ თავიდან. ძალიან ისეთ ინტენსიურ დეტალების მიმართ აქვთ ინტერესი რა, ინტენსიურად ვამიკითხებ, სადაც დეტალებია ბავშვობაზე, მეგობრებთან, მეგობრების პირადზე გეკითხებათ. თან ზრუნველი ჩანს თითქოს ამ მეგობრებთან. და მაგიტო გეკითხება, ხო? კი, რა თქმა უნდა. არის უზომოდ მსრუნველი თავიდან. არ ვიცი, love bombing-ი როგორ უნდა გადავთვალო. აი, მინდოდა მეთქვა ეგ, ხო. ნუ აი სიყვარულით დაბომბვას იწყებს თავიდან ბოლომდე. შეიძლება ეს იყოს ინტენსიური, ძალიან ისეთი სადმედი ხარ, როგორ ხარ, მიყვარ ხარ, შენზე ვგიშდები, აბა დაიძინე, აბა გაიღვიძე, აბა საჩუქრები, აბა ეს 90 დღე არის მაქსიმუმ, ნუ ნახევარი წელი, მაგრამ უფრო 90 დღე. ჯერ ეგეთი ძლიერი ნარცისი პრაქტიკაში არ შემოხვედრია, რომ ნახევარი წელი ჩემთან თერაპიაში არ გამომეპაროს რა, ასე ვთქვათ, თორემ ადამიანი ჩვეულებრივად ვინც არ არის ამ პროფესიაში, აუცილებლად შეიძლება 2 წელს თავზე მოხდეს. მერე იწყება რა. ეს ადამიანი გაჩვევს ყურადღებას და გაკვირდება, სად გაკლია მენტალურად იმ ფაზლის ნაწილი, სადაც სიცარიელე გაქვს და გაძლევს თავიდან ამ ფაზლის ნაწილს. შენ ხარ თვითგვარი, ბედნიერი, აი არ ვიცი, დამიწებულად გგონია რომ ყველა მოვიდა. და აი მაშინ, როდესაც არ ელოდები ამ ფაზლის ნაწილს წაგართმევს ემოციური, რაც გჭირდება. რო ლამაზი ხარ, რო ჭკვიანი ხარ, რო ამაყობს შენით, რო არ ვიცი, ყველაზე სექსუალური ხარ, ყველაზე მიმზიდველი ხარ. ყველაფერს რასაც გაძლევ და საკვებ დანამატად ემოციურად ამას წაგართმევს. მოტივი რა არის წართმევის? ის ამით შენ რო ასეთი ძლიერი გნახა და მე დასუსტებულს გხედავს, იკვებება. იმიტომ რომ მას იმდენად არ უყვარს საკუთარი თავი, რომ ხდება რომ ვიღაც მის გამო იტანჯება და ის ჭირდება. იმიტომ რომ ბავშვობაში მას როგორც ვთქვი, არ ქონდა არჩევანის საშუალება. არაფერში ვერ ჩამოყალიბდა ადამიანად. ადამიანად გულისხმობს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, არჩევანი და ასე შემდეგ და მისი მთავარი მოტივი, მამოძრავებელი ძალა არის ეს, რომ უყუროს შე როგორ იტანჯები, რომ მე თვითონ მიხვდეს რომ საჭირო. ეხლა რა ხდება აქ მეორე ეტაპი რა არის? ასე ვდიადი. როგორც კი იწყება საპირისპირო ადამიანი, რომ მე ნარცისი ვიყო პირობითად და ვხედავ ეს ადამიანი უკვე ჩემს ემოციურად ამოკიდებული ხდება, მე ამით ვიყვებები, კარგად ვარ, და მაგრამ როგორც კი ვხედავ რომ ეს ადამიანი ჩემ კონტროლს მიხმა უკვე რაღაცა უხილოს საზღვარს ჩამოშლის, მე მეწყება შფოთვა, რაღაცას ვერ ვაკონტროლებ. ნარცისი, ხო? ნარცისი იწყებს პირდაპირ შფოთვას, რყევას, მოვა რაღაც ეტაპზე გამოჩნდება აუცილებლად, დაგიწყებს ხვეწნას, რომ შეურიგდე. შენ აუცილებლად ჩათვლი რომ ეს მიხვდა და როგორც იქნა განათდა. ყველაფერს გააკეთებს, დაგპირდება უამრავ რამეს. ოღონდ ამას დაგპირდება როგორ? ირიბად გასლაითინგით აუცილებლად დამაჯერებლად ამ ისტორიას ისე გეტყვის, რომ სადღაც შენაიძულე ამ ქცევის მოდელი, რომ წასულიყო. ანუ დამნაშავედ გაგზნობინებს სადღაც თავს. კი, ბოდიშს ესე პირდაპირ არის. ეხლა ნარცისები თუ მისმენენ, აუცილებლად დაიწყებენ ბოდიშს მოხდასაც, მაგრამ ნუ მაინც იცოდეთ რომ ესე ღიად ბოდიშს არიხდის შეფასების გარშე. ყოველთვის არის რომ ხო, მაგრამ შენ მაიძულე, რომ არა შენი ქცევა მე ესე არ მოვიქცეოდი. და მე მართლა მიყვარხარ, აბა რატო მოვიდოდი? შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ, ვერ მიხვდი აქამდე ყველაფერს ხომ არ ვილაპარაკებ? ვერ ხვდები რომ მიყვარხარ? აქ უკვე რა იწყება? ყველაზე დიდი, არ ვიცი, ჩახერგილობა ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე მჯერა, ეხლა როგორი ადამიანი გეუბნება ამას, ხო? და რთულია რომ არ გაარჩევ, გიყვარს რაღაც მომენტში, ოღონდ ეს ადამიანი არა. ამ ადამიანმა როგორც გაგრძნობინა საკუთარი თავი, ეგ გიყვარს, ეგ გახსოვს და ეგ ისე გეინატრება და ისე დამოკიდებულებას იწვევს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შენ არ მიეცი შენ თავს
თავის დროზე თერაპიით თუნდაც და დაგჭირდა ადამიანი ვინც ამას შეგივსებდა. ეს ადამიანი რომ მიდის, ეს ადამიანი კი არ გადარდებს საბოლოო ჯამში რომ ჩაუყვეთ ტექნიკურად. შენ გადარდებს ის დანაკლისი რაც ბავშვობაში არ გქონდა და ვერ შეივსე ამან რომ მოგცა იგემე როგორია და ახლა წაკართო. დამოკიდებული ხდები შეფასებაზე და იმ აღიარებაზე რაც მან თავიდან მოგცა. ის კიდე დამოკიდებული არის საბოლოო ჯამში შენს აი ამ მიჯაჭულობაზე რომ იგრძნოს იდენტობა. მოვიდა ეს ადამიანი, კი დაგაჯერა ყველაფერი და იწყებ შენ შერიგებას. თავიდან ყველაფერი არის იდეალურად. ისევ ციკლია რა ეს დაუსრულებელი. 2 კვირა ალბათ, 3 კვირა. ისევ იწყება იგივე ყველაფერი, რომ მე ვიწყებ უკვე შენს დამცირებას, რომ ნარცისი რომ ვარ, ვიწყებ შენს დამცირებას. ის რაც გითხარი და დაგაჯერე რომ კარგი ხარ, ამასაც წაგართმევს ნარცისი აუცილებლად. დაგაჯერებს რომ შენშია პრობლემა, დაგაჯერებს რომ არაფერი არ შეგიძლია. რითის მოეწონე, რის გამოც მოეწონე, ზუსტად იმას წაგართმევს და დაგაჯერებს რომ შენზე მეტია. მოხდა კიდე პირობითად რომ მე დავიღალე ამ ყველაფრით ავდექი და წავედი ამ ურთიერთობიდან. წასვლაზე ადვილი არაფერი არა ნარცისიდან საბოლოო ჯამში რომ გაგიშვებს თავიდან. მე რეგსჯის სიჩუმით ცოტა ხანი. ეს არის მისი აი ყველაზე ისეთი ინტენსიური ქცევა რა. შენ სიჩუმეში როდესაც რჩები, თავიდან თითქოს შვება არის, მაგრამ მე შემოგდის უხილავი ეჭვები, კითხვები. ამ ურთიერთობაში და ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით ამ პარტნიორთან. მაგრამ კითხვებს ვერ სვამ. და ის დუმს არ ჩანს და გსჯის სამით დაგაგვირდება და მე ავტომატურად შენ უკვე რო გადაარჩინო ის ყველაფერი რაც ძალიან გინდოდა და გენატრება კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამ მონატრებას როცა ვარქმევთ ხოლმე ჩვენ გვინდა რომ პერსონა გვენატრება ჩვენ გვენატრება ამ ადამიანმა რაც მოგცა ემოციურ საკვებად და ჩვენ თუ არ მივცემთ ჩვენ თავს სახელები შეიცვლება და სულ ასეთ ურთიერთობაში ვიქნებ სულ გარეთ ეძებ კი და როგორც კი მე არ მაქვს კითხვებზე პასუხი და ესეც სიჩუმით მსჯის და მაჩვენებს ძალიან დიდ გულგრილობას. მე ვიწყებ საჩემოდ საკუთარ თავს ვატყობ პასუხების გაცემას, რომ ეს ყველაფერი ესეთი რადიკალურად რთული არ იყო, რასაც ვითხოვდი, ან არ იყო ესეთი, მე ვიყავი დამნაშავე ამ ყველაფერს და საკუთარი თავის დანაშაულებას ვიწყებ, რომ რაღაცა გავაბუქე და მე მივედი კიდე. და ის უფრო ჩემს მასშტაბებს და რეგლამენტს ამოწევს, რამდენი ხანი შემიძლია სეპარაცია და ამ სეპარაციის საფუძველზე იცის, როდის უნდა გამოჩნდეს, როდის არ უნდა გამოჩნდეს. მანიპულაცია ერთვება უკვე ხო. ეხლა ნახე რა ხდება. ნარცისი თან კომუნიკაციას აზრი არ აქვს, აი დიდი ტექსტების მიწერას, ახსნას ჩემი ემოციურ მდგომარეობის. პირიქით, რაც უფრო ვუხსნით, მით უფრო ვაძლევთ ხელთ მექანიზმებს, როგორ რაზეც ვეუბნები. არა, რაზეც ვაძლევ ნიშანს, რომ მე ეს მტკივა, მე ეს მაწუხებს ზუსტად ამას გვიტრიალებს და ამით გვანგრევს, ხო? ნარცისი გამოდის, ნარცისთან ურთიერთობის დამთავრებაზე ერთადერთი ჯანსაღი მექანიზმი არის, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ფსიქოთერაპიაზე, მენტალურ ჯანმრთელობის ვორქშოპებზე და ვორქშოპის სახელით ზღანაც გითხარი, რომ შენამდე მე თუ კარგად არ ვარ, ეს არაფერი არ იქნება კარგად და ავიღო ჩემთვის პასუხისმგებლობა და მასთან ყოველგვარი ახსნისა და კომუნიკაციის გამოწვევების გარეშე დიდი კედელი გავაჩინე. მე თუ ამ კედელს გავაჩენ და კომუნიკაციაზე არ გავალ, აი ერთ სიტყვასაც არ მივწერ. მე იწყება რაც იწყება, იმიტომ რომ ნარცისი ვეღარ გმართავს, არ იცის რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ კონტროლს მიღმა აქვს და ვერ გაკონტროლებს და იწყებს მუქარას. გაშინებს რეპუტაციის გაფუჭებით, გაჯერებს რომ შენ არავის აღარ დაჭირდები ურთიერთობაში და ამ სიყვარულს არ გაუფრთხილდი, რა სიყვარულიც იყო და დაანგრიე. აქეთ გადანაშაულებს. აუცილებლად როგორ სიყვარულსაც გვირდებოდა ისეთ მუქარაში შემოდის და იმდენად აგრესიული არის და გემუქრება. ყოველს მთავარი ნარცისებს არაფრით გაკეთება არ შეუძლია საბოლოო ჯამში, რასაც გემუქრება ესე მაშინ თუ ხედავს რომ შენ არ გეშინია. და თუ დაინახა რომ შენ გეშინია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ დაგაზიანოს. ძალიან საშიში ფსიქოტიპია საბოლოო ჯამში და ძალიან ბევრი სანდომიანი ადამიანის მიღება იმალება ეს ფსიქოტიპი. ასე შეიძლება იყოს შენი ხელმძღვანელი, ვიცი, დედა შენი, მამა შენი, სხვადასხვა მდგომარეობა აქვს, ხო? შენი პარტნიორი, შენი ძმა, მეგობარი არის ადამიანი, რომელსაც აი შეუძლია რა, ოღონდ შენ არ წახვიდე წინ. და ყველგან არ იყო პირველი, თუ არა თანაბარი, ყველაფერს გააკეთებს. თუ ნარცისის ფსიქოტიპია. ხო?
კი და გვაჯერებს რა პრობლემა ჩვენში. და შესაძლებელია თუ არა ნარცისული აშლილობისგან ადამიანი განიკურნოს. ხო, აქ რა არის ახლა მთავარი. ძალიან იშვიათად ისიც პარტნიორის ჩარევით და მოთხოვნით და ეს манипуляция ის ერთ-ერთი ძალიან ის არის რა ქვია ხშირი გამოვლინება არის ნარცისისგან, რომ манипуляციით შეიძლება განახოს შენს დასანახად და სათქმელად თქვას, რომ კაი მივალ ფსიქოთერაპიას და აგრესია აქვს ფსიქოთერაპევტის მიმართ. ფსიქოთერაპევტი მალევე ხვდება, რომ ნარცისია და არ გასდის მასთან манипуляცია და მალევე მიდის ფსიქოთერაპევტისგან და მის განათლებას და რეპუტაციასაც ლახავს სხვათა შორის. ხო და მოთხოვნა ყოველთვის არის მიჯაჭვულობის მქონე ფსიქოტიპებისგან, ტრავმას ვინც უფრო კარგად ხედავს, მაგრამ ნარცისი ძალიან იშვიათად მიდის თერაპიას. ნარცისი საერთოდ არ თulis რომ მას ჭირდება თერაპია სამწუხაროდ და ყოველთვის აჯერებს მის პარტნიორს, რომ ის არის გიჟი, ეს სიტყვა უნდა თქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ესე მიმართავენ. ის არის შფოთვით, ის არის პანიკაში, მას ეჩვენება ყველაფერი და თვითონ ის ადამიანი უნდა მივიდეს მას რა ჭირს ფსიქოთერაპევტთან მისასვლელი გიჟი კი არ არის თვითონ. ასევე ვინ რა უნდა მიშველოს და ფსიქოთერაპევტების გამოცდილებისა და ასე ვთქვათ მისი რაღაცა პიროვნების დაკნინება. თერაპიაშიც, როდესაც მოდიან და ხვდები, რომ არის ცალკე ურთიერთობა მიდის ფსიქოთერაპევტსა და ნარცისის შორის. იმიტომ რომ ძალიან დიდი, იმიტომ რომ კედელს უწესებთ და იმას რომ ვერ გადმოდის გარბის თერაპიიდან და ამასაც აჯერებს რომ უნდა წამოვიდეს თერაპიიდან, იმიტომ რომ პრობლემის არ არის კარგი და აქეთ ნარცისის თავარი ის არის, რომ აქეთ ვიყავი შენი ფსიქოთერაპევტის ფსიქოთერაპევტი. ეს არის მათი საყვარელი ფრაზა. ანუ მიკუთვნადობას აკეთებენ, განათავისია პარტნიორის ფსიქოთერაპევტია და ამით ასე ვთქვათ, რაღაც ხიბლში არიან და ამბობენ, რომ მე აქეთ ვიყავი შენი ფსიქოთერაპევტი, როცა ვისაუბრეთ. სინამდვილეში გაიქცა. ამიტომ, როგორიც მახინჯის სიმართლეც არ უნდა იყოს, ძალიან ნაკლებია გააზრება და ცნობიერება იმის, რომ მე მჭირდება და მე მაქვს ნიშნები ნარცისის და შეიძლება აშლილობა არ იყოს და მქონდეს ნარცისული ნიშნები და მივიდე და რა თქმა უნდა, რომ ძალიან მარტივად ხდება ამ ქცევის მოდელის თანახმა, მაგრამ როდესაც უკვე ცოტა აშლილობაა უკვე. ხო, ნუ აშლილობა სიტყვა ბევრ რამეში არსებობს, მაგრამ ეგეთი მწვავე არ, მაგრამ ნარცისული აშლილობა როდესაც არის, ის თulis რომ ეს არაფერი არ ჭირდება პრობლემა სხვებში. ხო, და ხა თუ თვლი რომ არაფერი არ გჭირდება ფიზიკურად როგორ ვერც მიდიან საბოლოო ჯამში ამ თერაპიის შედეგად. და თუ არც არავინ არ უყვარდებათ, რომ ვიღაცის ვთქვათ, ვერავითის ნარცისმა სიყვარული არ იცის. გამორიცხული საკუთარი თავი არ უყვარს ისე ძულს და მსხვერპლიდან მსხვერპლზე გადადის. ამიტომ რა აზრი აქვს. და როგორი ბავშვობა ქონდათ ნარცისული აშლილობის? აი ხო, წეგამთქვი ნარცისული აშლილობის მქონე ფსიქოტიპს ქონდა, ან საერთოდ უყურადღება მშობლებისგან. ემოციურიც და ფიზიკურიც საბაზისო რაღაცები არ იყო დაკმაყოფილებული ბავშვთვის თანაგრძნობა, შეფასება კრიტიკა იყო უფრო მეტი და არ იყო მიმღებლობა, უპირობო, შედარება, არჩევანის არ მიცემა, შენზე უკეთ ვიცი რა ჯობია. ყველა მაგალითად ბავშვებს უნდა მეკონტაქტოთ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე ისეთ ტექნიკურ საკითხებშიც კი საუზმის დროს არ ვიცი მარწყვის ჯემი ურჩევნია თუ მოცხარის ეს უკვე არჩევანი არის და როდესაც მე გიდებ მარწყვის ჯემს მთელი არ ვიცი ჩამოყალიბების პერიოდში და თავარი რა არის 7-დან 9 წლამდე ვყალიბდები ნარცისად ეხლა გამეცინა 3 შვილი ხომ მყავს და სამივე სხვადასხვა გემოვნება აქვთ. და იტყვებაში აი ეხლა გამახსენდა რამხელა ის მქონდა გამოწვევა, იმიტომ რომ ყველას რაღაც თავისი უნდოდა და არ არის მარტო მშობლობა. ცხადია. შეიძლება ჩემი არცოდნის გამო და როიცოდეთ ნარცისული აშლილობა გენეტიკურიც არის. არის ხო? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე აუცილებლად რომელიღაც მშობელი მყავს ქცევის რაღაცა აქვს ამის და აუცილებლად გადმოდის ჩემსაც და იმიტომ შეიძლება ორი დედმამიშვილი ცხოვრობდეს ერთ ოჯახში და ერთი ნარცისად ჩამოყალიბდეს და მეორე მიჯაჭვულობის მქონე ფსიქოტიპად, იმიტომ რომ მუცლად ყოფნის დროსაც ვყალიბდებით. ნუ ჩვენ ისაც ხო მშობლებით სხვადასხვანაირები ვართ, ანუ სხვადასხვა განვითარებაში ვართ. ეხლა ჩემი თქვათ მესამესთვის როგორი მშობელიც ვიყავი, პირველისთვის იგივე ვერ ვიყავი. ხო, გაბორმატეს რა აქვს ხო ნათქვამი, რომ ერთნაირი სიყვარული არც აქვს და არც დამოკიდებულება მშობლებს დედამაშვილების მიმართ. თუმცა შეიძლება იყოს დედის ერთ. და მაინც შენმა მშობელმა აი ამ პირადი სივრცის არ მოცემით, საკუთარი აზრის არ და მე შენზე უკეთ ვიცი, ბევრი აკრძალვით,
ან ჩამომოყალიბოს ნარცისული აშლილობის მქონე ფსიქოტიპად, ან აქვე მიბმულად ადიქცია ჩამომიყალიბოს სასმლის, ნარკოტიკის, თამაშის, კვების მიმართ. კი. იმიტომ რომ ადიქცია როდის შემოდის, როდესაც მე ბავშვობა წართმაულებს ვეძახით, არ ვითამაშე ბავშვობაში და მალევე წამერთვა ამის არჩევანი და შემდეგ უკვე რაღაც დიდობაში ჩემო შინაგანმა ბავშვმა აირჩია და ან გავხდი ნარკოდამოკიდებული, ან გავხდი თამაშდამოკიდებული და მე უკვე ვაზიანებ მთლიანად სისტემას, იმიტომ რომ ზემოთ დამაზიანეს მე. და წეგან თქვი რომ აი გარდამტეხი ასაკი აქვს, როდის ყალიბდებით რა და აი დაახლოებით 7-დან 9 წლის ასაკში მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება რა ფსიქოტიპი უნდა ვიყო, იმიტომ რომ ემოციურად საბაზისო რაღაცები რაც მჭირდებოდა და მჭირდება არ მაქვს მშობლებისგან, ან პირიქით. იმდენად მაქვს რომ საკუთარ თავს კარგავ და მათი არჩევნით ვყალიბდები. ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ფსიქოთერაპიაში მე მაქვს ესეთი ტექნიკა. როდესაც მოდის კლიენტი და არ ბრაზობს რომელიმე მშობელს. თავიდან ბოლომდე მას გავს უყურთ სინამდვილეში. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რაც მე ყველაზე მეტად არ მოწონს ვერ გაბრაზდები იმაში. ხო, არ ბრაზობ და არ ბრაზობ შენ მშობლის ამ ქცევაზე არავითარ შემთხვევაში და ყველა ვარიანტში შენ უკვე მას გავხარ ქცევის მოდელი სხვებთან ურთიერთობაში. ზუსტად იგივე სიმეორებ თუ შენ მშობელი მამასთან მიმართებაში ან დედასთან მიმართებაში იყო აგრესიული ან ისტერიული, შენ ვიღაცასთან ხარ. ყველა ამას ვერ იაზრებ. და შენ ახსენე ორალური ფსიქოტიპი. ეს რას ნიშნავს რა გვიხსნა? ხო, ორალური ფსიქოტიპი არის, როდესაც აუცილებლად მჭირდება მიჯაჭვულობა მშობელთან. უნდა ვიყო მე მასთან. ვერ დამიკმაყოფილდა ხო თავის დროზე. ხო, დამიკმაყოფილდა თავის დროზე. და რამდენი წლიდან ან როდის ყალიბდება მაყურებელს? ორალური ყალიბდება 5-დან 7 წელზე, 7-დან 9-ზე უკვე მე ვირჩევ როგორი ფსიქოტიპი გავიზარდო, ვიყო პირობითად რეციდივისტი მკვლელი, ვიყო დამოკიდებული, ვიყო ნარცისი, ვიყო მიჯაჭვულობის მქონე ფსიქოტიპი. არ ვიცი, ყველაზე დიდი დიქტატორი ვინც კი იცით, 9 წლის ასაკში მიიღო გადაწყვეტილება სინამდვილეში, რომ დიქტატორი უნდა ყოფილიყო. რასებდიანია ეს ყველა? ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასაკი ბავშვების, როგორ ვართ ემოციურად მათ გვერდით. 5-დან 7-მდე, ესე იგი, და 7-დან 9-მდე უკვე მე შენ თვითონ იწყებ გადაწყვეტილებას. ხო, მაგრამ მუცლად ყოფნის დროსაც მე იმდენი რამე მაქვს უკვე აღებული ჩემი მშობლებისგან და დედის ფიქრი, დედის შფოთვა და ყველაფერი ჩემში ისე არის, რომ მე შეიძლება გავიზარდო, ყველაფერი მქონდეს, მაგრამ სევდას ვერაფერს ვერ უშვებოდა და ეს არის მუცლად ყოფნის დროს დედას ძალიან დიდი სევდა ჰქონდა. ძალიან ისეთი რთულია სახელის დარქმევა. შეიძლება არასასურველი ვიყავი და მთელი ცხოვრება მქონდეს განცდა, რომ არ ვარ სასურველი. და არ ვარ საკმარისად კარგი, რომ ვინმეს უნდოდეს. ყველაფერი მაქვს დროს კარგი სამსახური მაგრამ კი და მაქედან მე ეს მარტოსულობის განცდაც ძალიან მოდის. იმიტომ შეიძლება დედამ გადაწყვეტა, რომ ჩემს აბორტი უნდა გაეკეთებინა, ან თვითონ უნდოდა ჩემი დაბადება, მაგრამ გარშემო არ უნდოდა ჩემი დაბადება და დედის ფიქრი იმდენად გადადის, რომ ჩემში არის სახელდაურქვეველი ეს შეგრძნება, რომ მე არ ვარ საკმარისი. ძალიან სევდიანია ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა რომ თქვა, რომ საკუთარ თავზე მუშაობით, გაცნობიერებით ყველაფრის დაძლევა შეიძლება. რა თქმა უნდა. თავარი არის სურვილი. თორემ მე რაც გადავიტანე ჩემს ცხოვრებაში, რა ტრავმა ჩემხვდა, ის მე არ ვარ. საბოლოო ჯამში ის არის მოვლენა და ფაქტი, რომელთანაც შემიძლია მე მოვახდინო საბოლოო ჯამში ყველას დიდი დამეგობრება, იმიტომ რომ მე თუ ჩემ ტრავმებს არ ვიცნობ და მე თუ მადლიერი არ ვარ ჩემი ტრავმების, მე მაშინ ცოცხალი არ უნდა ვიყო. იმიტომ რომ როდესაც ტრავმა შემოვიდა რაღაც ნებისმიერ ასაკში, ცხოვრების მანძილზე, მე რომ ფიზიკურად ვიცოცხლო და გული მიცემდეს, ტრავმა უნდა გადამარჩინოს რაღაცა ფორმა და რაღაცა ქცევის მოდელი უნდა დამიტოვოს. თუ მე ამას ვერ გაუძლებ, მე გარდავიცვლები. ტრავმა თუ არ შემოვუშვი და დაშვება არ გავაკეთე, რომ შემომთავაზოს ქცევის მოდელი და ჯავშანი, რომ ტრავმის საფუძველზე ვაკეთებ ამას და ამას. შო მე გადავრჩი უკვე ვიპოვე მექანიზმი, რომ ვიცოცხლო. და ტრავმას ისე ვუარყოფთ ხოლმე, რომ აი არ გვიყვარს და ყველაზე ცუდია. სიამდვილეში რო არა ტრავმა, საერთოდ ვერ ვიცოცხლებ. და ისედაც ტრავმები ჩვენი მასწავლებლები არიან, არა? მე მახსოვს ყველაზე. რაც არ კლავს, ის გაძლიერებს. ხო, აი workshop-ზე ჩვენ გვაქვს ხომ ეს ტექნიკა, რომ შენს გვერდზე მჯდომ ადამიანს უტოვებ message-ს. და მე დავუტოვე ჩვენს გვერდით მყოფს, რომ აქცია შენი ტრავმა შენს ძალად. ეს ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც არის, გამოდიხარ მსხვერპლის როლით და როგორც კი იწყებ შენი ტრავმის
პლუსების დანახვას. აი მოდი მარტივი დავუტოვოთ ჩვენს მაყურებელს მარტივი პატარა მექანიზმი. პირობითად რაღაც გვაქვს დაგეგმილი. რაზეც დამოკიდებულია ჩვენი ემოციური მდგომარეობა და განწყობა. არ გამოდის ეს ამბავი. რაღაცა რთულდება, რაღაცა ჩერდება. პირველი რა შემოდის ადამიანს? სასოწარკვეთო, ხო? ეს რატო მოხდა, ეს რატო დამემართა, ეს. აი როგორც კი უცბად დავმიწდები, ემოცია შეგვიძლია გამოვხატოთ ვიზუზუნოთ და ვიწუწუნოთ, მაგრამ როგორც კი დავმიწდები და დავჭდები, საკუთარ თავთან არ მაქვს კონტაქტი. და ნუ თქვათ, პირველი კითხვა, რა შეიძლება დავუსვათ საკუთარ თავს. ყველაზე კარგია წერა, მაგრამ თუ წერის საშუალება არ გვაქვს, შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რომ რა გაფუჭდა ამით. ნუ პირველი წამოვა ის მსხვერპლის როლი, ეს ეგოსმა, რომ ეს გაფუჭდა, ეს გაფუჭდა, ეს გაფუჭდა. რა მექანიზმები მაქვს ხელთ, ან შეიძლება ვიპოვო, რომ ეს თუ გაფუჭებული არის გამოსწორდეს. მესამე ყველაზე მთავარი რა შეიძლება კითხო შენ თავს. რაღაცა არ გამოგივიდა, რა უნდა დამანახოს ამ პროცესმა რომ არ გამოდიდეს. ჩვენ ჩქარავთ ხოლმე პასუხს. ვერაფერსაც ვერ ვხედავ. ძალიან მინდოდა არ გამოვიდა, სხვა საქმეს მე მარტივს ავხსნი. რაღაცები ჩემს შემთხვევაშიც ხოლმე ხო ვერ ვაკონტროლებ და თან ყველაზე ნაკლებად მაქვს კონტროლი რა გაშვებული მაქვს. მიყვარს გიჟდები ამ პროცესზე, აი დროს იყო ჩემი დიდი შფოთი. რაღაც თუ არ გამოდიოდა, ნუ მე აი მეწყება ყველაფერზე შემეძლო წასვლა, სანამ ამ პროფესიაში ვიქნებოდი, რომ ეს მიმეყვანა. ხო, ერთი არის მიზანდასახულობა და მეორე არის იდეა ფიქსი, ამოყვიატება, რომ კონტროლი ხო. ყველაფერს იზამ რომ მაინც გამოიყვანა. და მე ბოლოს ხვდები, რომ საერთოდ არ გინდოდა. არა, უბრალოდ კონტროლი არის რაც ყველაზე მეტად გინდა, რომ ბავშვობაში რაღაცებს ვერ აკონტროლებდი და ახლა გინდა. რაღაცა გარცულდა ჩემ შემთხვევაში, ნუ გარცულდა სიტყვას ვერ დავარქმევ, არ გამოვიდა. იმ დროის მონაკვეთში, რა დროს მონაკვეთში უნდა გამოსულო და გაიწეა, თუ გაიწელა წელიწადი და რაღაც თვე. ამ წელიწად და რაღაცა თვეში პირველი რაც ვკითხე ჩემ თავს, რომ რატო არ გამოდის? რატო? ვინერვეული აღონთ არ ფიქრობთ, რომ თქონი პირველი ემოცია გამოვხატე, არ დავუტოვეს ხელს და მე ჩამოვწერე. პირველი ის, რომ იმდენი რაღაც თურმე მაქვს ჯერ გასაკეთებელი სანამ ეგმოვა, რომ იმ იდეაში ყურების დროს რომ იმ გზაზე მივსულიყავი, აქ გასაკეთებელი აწყო დავკარგე საერთოდ და იმ თარიღზე ვიყავი ორიენტირებული. ყველას გვემართება ეს. იმდენი დადებითი მანახა ამ დროის გაჩერებამ, რომ ყველაზე სასიამოვნო არის ხოლმე ესეთი ფორს მაჟორში როცა ვარდებით, რას გვანახებს ფორს მაჟორი? საკუთარ უნარებს, საშუალებას, პოტენციალს, რესურსს, რომ თურმე რამდენი რამის გაკეთება შემიძლია ამასობაში და ამ ყველაფრის ასე დანახვა. არაფერი ქვეყნად არ ხდება, არც გარდაცვალებაც კი, რომელსაც არ მოაქვს რაღაცა განათება და გასხივოსნება, ასე ვთქვა და ნათელი წერტილის დანახება, რომ ამან მე რა დამანახა. რა თქმა უნდა, რომ გარდაცვალება მაგალითად დედებს შვილები რომ უკვდებათ, ამას ვერ ვეტყვით და მამებს, რომ აქ დაინახე დადებითი ურთულესი მანახებს ჩემს პოტენციალს, როგორ შემიძლია მეორე შვილის მიმართ ვიყო. ან მანახებს ჩემს უსუსურობას და სასოწარკვეთას რამდენად სუსტად გრძნობ თავს და რამდენად დამოკიდებული ვიყავი ამ ადამიანზე, რომელიც ჩემი ნაწილი იყო, ჩემი შვილი და ურთულესია. შობელმა დაკარგოს შვილი და მას უთხრა. გარდაცვალება როცა ხდება თერაპია არ არის, ეგრევე არ ვიცი, ვინც ცოტა პასუხისმგებლობას იღებს ფსიქოთერაპევტი საკუთარ თავზე, ახალი როდესაც არის გარდაცვალება და საყვარელი ადამიანს დაკარგვა, იქ ფსიქოთერაპიას აზრი არა, გლოვა სანამ არ გაგრძელდება. ნუ მე ზოგადად არ უმუშაობ ამ მიმართულებით, მაგრამ თუ გლოვა არ გრძელდება და გამოტირებას არ ვაკეთებ და ეგრევე გადავდივართ მექანიზმში, რომ მე კარგად ვარ და თავს ვატყუებთ, მე აუცილებლად ცუდ შედეგს დავჭერ. ამიტომ ეს პროცესი, რაც სირთულე შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, ყველა ვარიანტში ნიშანი არის რაღაცას გვანახებს პოტენციალს, რესურსს, რაღაცას არ ვიცი, მექანიზმს, როგორ უნდა დავინახოთ ჩვენი თავის რაღაცა ახალი ვერსია. ხო, ან ცხოვრებას როგორ უყურებ ხა? მე ვხვდები, რომ ყველა არაფერი არ ხდება. ხო, არც მე. მე ესე მწამს და რაც მსხვერპლის როლიდან გამოვედი, ვიცი, რომ როგორი რთული გამოწვევაც არ უნდა იყოს, ნუ მეთა ღმერთის მწამს. და მგონია, რომ ხო, რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ყველაფერი ან ჩვენ გამოვიწვიეთ და იმიტომ ხდება, არაცნობიერად. ან ნუ ხო არ ვიცი, გჭირდება ესე მოკლედ და შეიძლება ცნობიერად გგონია, რომ რაღაც სხვა მინდა, მაგრამ სინამდვილეში ან მზად არ ვარ ამისთვის,
ან ეხა რაღაც უნდა გავიარო და ხო რაღაც ამ ფილოსოფიით მე უფრო ჩემთვის გამარტივდა ცხოვრება. ხო, აი ღმერთის წავს რო თქვი, თან მე ღმერთის წამს არის რაღაცა თითქოს მოდაში თუ აქტუალური არის, რომ იმიტომ ამბობ, რომ სარწმუნოება ძირითადად ხო, რატო ვთქვი ესე, იმიტომ რომ ნუ ძირითადად რთული ის არის, რომ ერთმანეთის გამომრიცხავია ჩემთვის ის, რომ თან ეხა მონათლული ვარ ჩვეულებრივად მართლმადიდებელ ქრისტიანად ვითვლები, მაგრამ ბევრ რამეში არ ვეთანხმებ, მაგალითად მე რეინკარნაციის მჯერა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის მე. სწორად ამბობ. ხო. ძალიან კარგი თემა არის, რაც გამიხარდა, რომ წამოვთქვი ეს ფრაზა და გეტყვი რატო. ფსიქოთერაპიაში, როდესაც ვაკეთებთ კათარზისებს ვორქშოპებზე და ეს ვიდეო იდება, იქ ხალხი წერს კომენტარებში, რომ ხალხო რა ფსიქოთერაპევტი, რა შამანები ხართ, რა ფულს აკეთებთ ამას ხალხზე, წადით ეკლესიაში ილოზეთ. რწმენა არის როგორი ინდივიდუალური და როგორი ინტიმური, ეს სიტყვა კიდე გონიათ, რომ აქტთან ასოცირდება ინტიმური რა, ანუ ინტიმური არის ყველაფერი, რაც მე მეხება და ჩემი გადასაწყვეტი. მე სად ვიპოვი იმედს მართლმადიდებლობაში, რეინკარნაციაში, ბუდიზმში, უპირობო სიყვარულს სად ვიპოვი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე შეიძლება ვიყო მონათლული და ეს არ არის ჩემი არჩევანი, თუმე და უკვე დასრულობაში მონათლული ვარ. აირჩიეს შემოშობლებმა, მაგრამ შეიძლება დასრულებაშიც ჩემი არჩევანი იყოს. ცოტა რაღაცას ვირჩევთ ცხოვრებაში. ადამიანს, რომელსაც შეუძლია იპოვოს უპირობო სიყვარული, რომელი სარწმუნოებაც გინდა იყოს და რა მიმართულებითაც გინდა იყოს, გინდა ასტროლოგია იყოს, გინდა ეზოთერიკა იყოს, არ ვიცი, გინდა ბუდიზმი იყოს, გინდა არ ვიცი, ნებისმიერ მართლმადიდებლობა და ასე შემდეგ. რაც გვინდა, მუსულმანი, ყველაფერი შეგვიძლია ვახოთ. ერთადერთი რა არის? ყველას თავისი აღქმა აქვს რწმენის მიმართ. მე მაგალითად ჩემ ღმერთს უყვარვარ ყველანაირ მდგომარეობაში, გაბრაზებულიც, სხვაზეც უცრო ვამბობ, მაშინაც უყვარვარ და არ მიმატოვებს. და ეს ჩემი ღმერთი მე თან დამყვება რა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე ტაძარში მივალ, არ მივალ. მე ბუდიზმში თუ პოულობ უპირობო სიყვარულს პირობითად და უყვარვარ ნებისმიერი ორიენტაციით ბუდიზმში და სიყვარული არის და შესაძლებელია მართლმადიდებელიც, მუსულმანიც და ბუდისტიც ერთად დასხდნენ და არ იჩხუბონ არაფერზე. ხო, ჩემთვის ეგ სიყვარულია. მაგრამ მე თუ ღმერთი მსჯის სიყვარულის გამო, რომ მე ჩემი ორიენტაცია ესეთ დავიბადე და ეს ჩემი არჩევანია და ამის გამო მე ღმერთს არ უყვარ და მართლმადიდებლობის შიშის გამო, რაც არასწორად გვაქვს მოწოდებული, მეც ესე მგონია, რომ არასწორად არის. კულტურიდან ადამიანების მიერ მოტანილი და შემოტანილი თვითონ ინსტიტუცია შექმნა ეს და ამ ინსტიტუციის შექმნიდან გამომდინარე დედებს, მშობლებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, დას და ძმებს უჭირთ აი ამ შიშიდან გამომდინარე ის ადამიანი არ დაჩაგრონ. კი. ძალიან ხშირად სარწმუნოება თუ არის ძალადობრივი და რაღაცას მიკრძალავს, აქ ქრისტიანობაზე არ არის საუბარი. ზოგადად, ხო. ბევრი სარწმუნოება არის, მუსულმანური ავიღოთ თუნდაც, ხო, ეხლა რაც თუ მე ჩემ იდენტობას მართლმ და თავისუფლებას მართლ რომელთაც არავის არ ვაზიანებ და მე ასეთად გავჩნდე და არ მიიღებ და პირობებით უნდა გიყვარდე, მე იქ ვერ ვარ თანახმავ ყველაფერს. ხო, თან მისაღები ხა ყველასთვის ლამაზი, გაპრიალებული და ფანტასტიკური ყველას უყვარს და ყველაზე მარტივის. შესაყვარებელია ესეთი ადამიანი, ხო? ხო და ძალიან ბევრი ფრაზა გვაქვს ეგეთი, რაც პირობითი არის სარწმუნოება ჩვენთან. მაგალითად აი წადი ეკლესიაში და ყველაფერი დაგილაგდება. მე შეიძლება ჩემი ტაძარი მქონდეს ჩემს ტვინში, ჩემს სხეულში და ეკლესიაში ვიდგა და ყველაზე მეტად დავაზიანო ყველა ოჯახის წევრი. შეიძლება თვითონ საეკლესიო პირი ვიყო და ჩემი გავლენით ამ პარტავნებაში გადავედი და დავაზიანო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მან ფარისეულობაც არის და ასე შემდეგ ამოფარებული ამ ყველაფერს უკან. ხო, თავარი არის ადამიანი თუ გინდა ნახოს სინამდვილეში რა შეუძლია, მიეცი ძალაუფლება ნებისმიერი ფორმით. აბარა. ძალაუფლების საფუძველზე მისი, ანუ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ყველაზე ცუდი ერთი თვისება, რომ ჩვენს ბნელ მხარეს, ანუ მანკიერ თვისებებს რაც გვაქვს, არ ვაღიარებ საკუთარ თვითონ და არ ვიღებთ ამის ისე გვეშინია, რომ ჩვენ დემონებს ასე ვთქვათ, ჭრილოვანი მხარე რაც არის შედო work-ს ეძახიან, არ ვამუშავებთ. ჩემ ჭრილოვან მხარეს რო დავამუშავებ, მე მომეცი ძალაუფლება და იყავი, არაფერს არ დავაზიანებ, მაგრამ თუ მე ძალაუფლება
მაძლევს სხვების დაზიანების საშუალებას, მანდ ეგო მაქვს და სამუშაებელი და ჩემი ჭრილოვანი მხარეს სადღაც უჯრაში რომ მქონდა ჩადებული ეს თვისებები, ამოიყარა და ვაზიანებ. ხო, იმიტომ ებრძვი და უარყოფ და ეხლა რასაც ებრძვი და უარყოფ, ის დაგაზიანებს ყველა ვარიანტში. კი, ასეა და ჩვენ ჭრილოვან მხარეს იმდან და არ ვიცნობ და ეს ძალაუფლება როცა გვეძლევა ხოლმე სოროცა სინანულით ვუყურებ ძალაუფლებაში მყოფ ადამიანს, რომელსაც დიდხანს არ რჩება ეს ძალაუფლება, უცბად წაირთმევა რაღაცა ფორმით. რა თქმა უნდა. და რამხელა სიბნელე არის ადამიანთან ამ დროს და რამხელა ბორუსი არის, რომ ვერ ხედავს რეალობას და რეალობა აქვს წართმეული, რომ სიამტვილეში ამ ძალაუფლების საფუძველზე ხარ ასეთ. რა მოდი წაგართო ძალაუფლება. რა თქმა უნდა. ძინავს. არავინ არ ხარ პიროვნებას კარგავ თუ კარგი მარკის ავტომობილი არ ყავს ან ბრენდი არ გაცვია სტატუსი არ გაქვს შენ შინაგანად გქონია არაფერს წარმოადგენს ისაც არაფერს წარმოადგენს მარტო ეგ რო წყვეტს თორე შენ რო გაანებივრო ცხადდი ყოველს ვიყვარს გემოვნების ჩაცმაც თავის მოვლაც ეს გამიჩნია მაგრამ თუ დამოკიდებული ხდები რომ რაღაცა სოციუმის ჯგუფში უნდა ვიყო აქ ამათთვის მისაღები უნდა გავხდე ამისთვის უნდა განვითარდე საკუთარ თავს უარყოფ და ისევ ყველაზე დინამიური არის ეს ჩემთვის შეფასება, იმიტომ რომ არ არის საკუთარიდან გამოსული სხვებიდან არის. თათუკა რა არის კიდე წყვილებს შორის ყველაზე ისეთი გავრცელებული, არ ვიცი, ტოქსიკური ქცევა? ძალიან ხშირად არიან ხოლმე რომ ადამიანები მოდიან თერაპიაში და ამბობენ რომ აი ვიზიტებ სულ ტოქსიკურ ადამიანს. უკვე ჩემთვის ძალიან ტოქსიკური ამ სიტყვის ხმარება. ხო, სხვადასხვა მეც მომხვდა ყურში უკვე ეს სიტყვა. ყველაფერზე ტოქსიურსაც ამბობენ ტოქსიკურსაც, მაგრამ პირველ რიგში რა ურთიერთობის დინამიკაშიც ვარ და ამას ვარქმევ სახელს რომ ტოქსიკურია აპრიორში მე საკუთარ თავთან ვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში ის პარტნიორია უბრალოდ ანარეკლია მე ჩემ თავთან რა დინამიკაც მაქვს და ეს რა არის რომ სხვადასხვა ფორმის ტოქსიკური ურთიერთობები არსებობს აი დაუსრულებელი ციკლი შენი ბრალია ჩემი ბრალია იმის ბრალია ამას შემთხვევაში სულ ადამიანს გვენდა ხოლმე რომ ორი ზრდასრული ჩხუბობს არა და ორ ზრდასრულ სხეულში ორი შინაგანი ბავშვი დაუკმაყოფილებელი ემოციებით სინამდვილეს ჩხუბობენ ერთმანეთთან და აუცილებლად რომელიღაცა მშობელს ეჩხუბებიან. მე თუ მაგალითად ვითხოვ პარტნიორისგან სულ ყურადღებას და ის მეუბნება რომ ნუ აი აღარ შემიძლია ნუ ამომხადე სული რა გინდა ეს ხო მე რომელიც ვითხოვ სულ ყურადღებას და ეს ყურადღებაც რაღაცნაირ სახელდაურქმეველია რას ვეძახით ამ ყურადღებას გააჩნია მე სინამდვილეში დედაჩემს ან მამაჩემს ვეჩხუბები და ვთხოვ რომ მაღიაროს და ის იცავს თავს იმ მშობლისგან რომელიც ძაახრჩობდა ამ ყურადღებით ან კონტროლით ყურადღება ხშირად მშობლის კონტროლში ერევათ ამიტომ ჩვენ ვჩხუბობთ ჩვენი მშობლის ქცევის მოდელით იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ურთიერთობაში როდესაც მამა არ არის გოგოსთან ქალთან შეიძლება ფუნქციურად ფიზიკურად იყოს მაგრამ ფუნქციურად მამა არ იყოს რას ნიშნავს აი ერთ ოჯახში ვიზრდებოდით მაგრამ მამას ემოციური კავშირი არ ქონია ჩემთან ან ყურადღება არ ქონია ან საერთოდ არ იყოს სახლში არ იცოდა ჩემს შესახებ არაფერი ხო ემოციურად მიუწვდომელი იყო ემოციურად ხელმიუწვდომელი მშრომელი დისფუნქციურობა რაც არის მე ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა ისე ხო რა თქმა უნდა მარტივად იმიტომ რომ აი ამ დროს როდესაც მშობელი მამა კონკრეტულად ქალთან არ არის საერთოდ წავიდა არ ვიცი მოცლად ყოფნის დროს როცა ვიყავი დედა ჩემი მიატოვა და წავიდა ან გარდაიცვალა რაღაცა მოხდა მამა არ არის მე აუცილებლად ვირჩევ პარტნიორს სადაც მინდა დავაგვირგვინო ეს დაუსრულებელი რაღაც მაგალითი შეივსო მამა იყო ნარკო დამოკიდებული, მაგრამ მე არ გამიგია ბავშვობაში და მიგრძნია ამას ამბობენ. მე ვირჩევ აუცილებლად ადამიანს, რომელსაც სადღაც ჩემი რაღაცა ფორმით დახმარება ჭირდება. პარტნიორი შეიძლება იყოს რაღაცაზე დამოკიდებული, ან ემოციურად ხელმიუწვდომელი პარტნიორი და მე ჩემს შინაგან ბავშვთან ერთად ამ ტრაუმის საფუძველზე წარმოსახვაში აუცილებლად ვქნი ინსცენირებას იმ ბავშვობის ციკლის, რომელიც სხვანაირად დასრულდა, აქეთ კარგად დასრულებს. დამაშავებ დიდ რესურსს რომ აქ გამოვასწორებ მე ამ ადამიანს ვასწავლე რაღაც პირიქით იქცევი. იქ რაც არ დასრულდა კარგად, მე პირველ რიგში შემოვიტანე ჩემი წარმოსახვა და აქეთ შეიძლება ვიყო მე თვითონ შეიძლება კი არა ტოქსიკური ვარ, იმიტომ რომ ჩხუბობდე ძალით და ვამოწმობდე რამდენად წავა და მოვა. რომ მე ამით ვამოწმებ მამა ჩემთან სინამდვილეში ჩემი შინაგანი ბავშვი დინამიკაში არის მამა ჩემთან. რომ თუ ჩემი პარტნიორი მოვიდა მამა ჩემს ანარეკლით მოდის და მე ჩემში შინაგანად ქვეცნობიერში არის რომ აი ამან არ მიმატავ ამისთვის მე საჭირო ვარ. ხშირად ძალით იწვევენ ადამიანები ამ ქცევის მოდელით კონფლიქტს რომ
ბლოკავენ ადამიანს, ჩხუბობენ, მიდიან, შორდებიან, არაფერს გამო რომ ამოწმებენ მათთვის რამდენად საჭირო არის. იმიტომ რომ ბავშვობაში მამაჩემი წავიდა, ემოციურად თუ ფიზიკურად წავიდა. აქეთ არის დედაზეც იგივე რა მნიშვნელობა აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ხო რაღაცა არის სტიგმა, რომ მამასთან თუ მაქვს ქალს ცუდი ურთიერთობა ან მამაჩემთან არ ვარ კარგად ან მამა მიმატოვა, მე აპრიორში ცუდი ურთიერთობა მექნება პირადში და ეს არის ამ სპირო არ არის ეს ასე. მე თუ გადავამუშავებ ამას, მე არ ჩავალებოთ ეკოლოგიური ურთიერთობა მექნება, მაგრამ გადასამუშავებელი. აუცილებლად. ტოქსიკური კიდე არის დედაჩემს ვეჩხუბები და შენ გჩაგრავ. იმიტომ რომ რაც ბავშვობაში დედაჩემთან თავი ვერ დავიცავი, ან მისი ქცევის მოდელი არ მომწონდა, მე ამოვარჩიე პარტნიორი, რომელიც რაღაცით გავს დედაჩემსაც, რაღაცაში, მაგრამ მას ვჩაგრავ და სინამდვილეში ვეჩხუბები დედაჩემს. ამიტომ ხშირად ჩვენ ურთიერთობაში რო გგონია, რომ ტოქსიკური არის პარტნიორი, ჩვენ ვართ ტოქსიკური და ვირეკლავთ ამას თავიდან. ანუ ვიზიდავთ. აუცილებლად. ხო ყველა არავინ არაფერში. არა, ანუ საკითხი აი არ არის რა ესე თქვათ ცალსახად, რომ მე მყავს ესეთი ქმარი ან მე მყავს ესეთი ცოლი, ხო რეალურად ჩენი რჩევ ამას რაშიც. კი, არჩევანს თავადაკ. საერთოდ ყველაფერი არის ცხოვრებაში არჩევანი. არაფრის კეთებაც არჩევანია, ხო? ამ ურთიერთობაში დარჩენაც არჩევანია. აი რა ვქნა ვერ მოვდივარ ტოქსიკური ურთიერთობაში? არა, შენ თვითონ აირჩიე რომ დარჩე ტოქსიკურ ურთიერთობაში და მოგწონს ხორპლის როლში ყოფნა. არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ მე ყველაზე მეტად თუ რაიმე მხდის ხისტს არის ადამიანი, რომელიც ჩემთან თერაპიაში არ არის და სოციალურ ქსელში მთხოვს ესე პირდაპირ, რომ მის ვუშველო და დავეხმარო, ოღონდ ეს პრობლემა არ არის, რომ ვუშველო დავეხმარო, იმდეს დავხმარები ვარ უსასყიდლო სრულიად და ჩემი დრო, მაგრამ კითხვის ფორმა რა არის? მოთხოვნა, როდესაც მე მეუბნება ადამიანი წერს, რომ იცი რა, აი როგორ წამოვიდე ტოქსიკური ურთიერთობიდან, აი არ სრულდება ეს ყველაფერი და მიყვება ძალიან დეტალებს, სადაც საკუთარ ქცევას არაფასებს. ხო. მანდ მე არავის ისტორიებში იკარგება, ხო, ხშირად. მასეა, მის ქცევაზე ორიენტირებული და არა საკუთარ თავზე და ტოქსიკურ ურთიერთობაში იქნებით იქამდე, სანამ თქვენი არჩევანია ეს და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში აღარ იყოთ, არ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი შეცვალოთ, ან მოერგოთ ამ ადამიანს, ან რაღაც გადამჩენელის როლი აიღოთ. წადით ამ ურთიერთობიდან და პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ჩაეწეროთ სესიაზე და დაიწყოთ საკუთარი თავის თვითრეფლექსია და საკუთარი მანკიერი თვისებების აღიარება და ქცევის მოდელის გარდაქმნა, თორე აზრი არ აქვს ამ ურთიერთობას რომ დაამთავრებთ. ძალიან გავრცელებული ფრაზა არის, რომ მე სადაც კი ვინმე ტოქსიკურია, ყველას მე ვიზიდავ და იქამდე მოიზიდავ, სანამ საკუთარ იგივე წრეზე წახვალ. ტოქსიკურ ურთიერთობაში. და მოდი ახლა ჩვენ ვისაუბროთ რა არის ჯანსაღი ურთიერთობა, ჯანსაღი საზღვრები და არ ვიცი, მოდი ჯანსაღი სიყვარული დავარქვათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გგონია რომ ჩვენ ადამიანი გვიყვარს, მაგრამ კი არ გვიყვარს ვართ მიჯაჭვულები და სიყვარულს რასაც ვეძახით, რეალურად ის საერთოდ სხვა ემოციები და გრძნობებია, რითიც ვივსებთ ამ ჩვენ დეფიციტებს. კი, ზუსტად ასეა, იმიტომ რომ ხშირად ძალიან ბევრი წყვილი არის, რომელსაც გონიათ, რომ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მიჯაჭვულობის საფუძველზე ვერ შორდებიან ერთმანეთს. ჯანსაღი სიყვარული არის პირველ რიგში და მოდის მაშინ. ჯანსაღი და ეკოლოგიური სიყვარული, როდესაც მე მივხვდები, რომ არავინ არ მჭირდება, მოთხოვნა არ მაქვს ამ ეტაპზე, არ ვიცი, საგანგაშო, რომ ყავდეს ურთიერთობაში ვინმე. და ეს მოდის როდის? როდესაც მე ჩემს თავსთან ვიწყებ ურთიერთობას. როდესაც ჩემ თავის პარტნიორი ვხდები მე და ეს რა არის, ხო გავშალო, რომ პირველად დავრჩე ჩემ თავთან მარტო და მივხვდი, რომ ეს მარტოსულობა არ არის. პირველად აღმოვაჩინე მარტო რაღაცების კეთება, რომ მომწონს. პირველად აღმოვაჩინე, რომ არავინ არ მჭირდება იმისთვის, რომ მითხრას, რომ ჭკვიანი ვარ და ეს ვარ მე ჩემი თავისთვის. ჩემი თავის მშობელი როცა ხდები და აყვანას ვაკეთებ საკუთარი დაზიანებული შინაგანი ბავშვის ტრავმირებულის და მე მას პატრონო და ვპირდები რომ მე ისეთ ურთიერთობაში შენ აღარ შეგიყვან რაღაცა ეტაპი აი დაშორების შემდეგ ტოქსიკური ურთიერთობიდან წამოსვლის შემდეგ მინიმუმ 9 წელი არ შეიძლება არანაირ ურთიერთობაში შევიდეთ საკუთარ თავის განურთიერთობის გარდა. როდესაც რაღაც მაღალ ვიბრაციაზე როცა ადიხარ, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად იმ ენერგიის ადამიანებს ვიზიდავთ, რა ენერგიაზეც ჩვენ ვართ. და როგორც კი მე ეკოლოგიურ დამოკიდებულებაში ვარ საკუთარ თავზე, მე ხა ჩემი პარტნიორი, მე არასდროს
არასდროს ამოცემულობით არ ჩავუთვლი საოცარ თვისებად ჩემ პარტნიორს იმას, რომ მითხრას, რომ რაჭკვიანი ხარ. ვიცი. მაგრამ მე ჩემ პარტნიორს ძალიან მადლიერი ვიქნებ და ჩაუთვლი საოცარ თვისებად, თუ მე მომცემს პირად სივრცეს და ჩემს არჩევანს პატივს რომ მე მაგალითად ბევრი ვორქშოპი მაქვს და მე ყოველთვის მივწერ ჩემ პარტნიორს და ვეტყვი რომ იცი რა აი ამ დრომდე მე არ მცალია, არ ვმუშაობ, ვერ შეგეხმიანები და ეს მისთვის იქნება მისაღები და ამაზე არ გამებუტებ. ან შეიძლება ვერ მივწერო იმ მომენტში რაღაც მოხდეს, მაგრამ ჩემ პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ მე მიყვარს და მე დაძაბული არ უნდა ვიყო. როდესაც მე რაღაც საქმე მიჩნდება და ვერ ვაკონტროლებ ყველაფერს წინასწარ, ხო? რა თქმა უნდა. რომ შეიძლება ზუსტად 5-ზე ვერ მოგწერო, მაგრამ 6-ზე მოგწერო და აგიხსნა რომ აი იცი რა, იმაპატი ამის გამო დამაგვიან და შენ თუ მე აქ მოხდები რომ რა პრობლემაა, კაცო, მე ისედაც ვიცი და ესეთი ადამიანები ერთმანეთს ხვდები, როცა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავის განვითარებაზე. მე თუ პარტნიორი მყავს, რომელიც მაკონტროლებს, რაც არ უნდა თვითრეფლექსიაში ვიყო, მე მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებ. და რაც არ უნდა თერაპიაში ვიყო და ვორქშოპებზე ვიარო და რა ვიცი, გამძორეს სული ამ რაღაც ცნობიერების ამაღლებით, ის თუ არ ვითარდება ჩემთან ერთად, გამორიცხულია. ჩანსაღი ურთიერთობა არის, რომ თანაბრად ვითარდებით, სხვადასხვა ინტერესებით. აი სინერგიას რასაც ეძახიან, ხო? თანაბრად ვითარდებით. შეიძლება რაღაც მომენტში ჩამოგრჩე, მაგრამ მე აქ ვარ. კი. და შენ არ უნდა დაითრგუნო არავითარ შემთხვევაში. კიდე პრობლემა არის ის, რომ ერთმანეთს თუ ეჯიბრებიან. ხო, ეგ უნდა მეთქვა. მანდ დამთავრებული და პირიქით თუ რაღაც ეხმარები და ზრუნვა მე თუ ვამაყობ შენით და შენს პოტენციალს განახებ. ეს ძალიან ჯანსაღია. მე ჩემს გვერდით არ მინდა პარტნიორი, რომელიც არ ვითა პირიქით. მე წავალ ურთიერთობიდან ჩემ სუბიექტურად ვსვამობ როგორც ფსიქოთერაპევტის. მე წავალ იმ ურთიერთობიდან თუ ჩემი პარტნიორი არ ვითარდება, არ არის ჭკვიანი, არ არის წარმატებული, სულ არის სტაგნაციაში და არაფერს არ აკეთებს, ნუ მე იქ ინტერესი აღარ მაქვს. მაგრამ შეიძლება პაუზა გქონდეს ცოტა ხანი. მაგრამ ამ პაუზაშიც ეგოცენტრული თუ გახდი და მოგეწონა და მსხვერპლის როლში ხარ, მე უფლება მაქვს წავიდე შენგან. ხო, პაუზა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს და ჯერ მე და მე შენ, მაგრამ თუ პაუზა არის, სადაც ეკოლოგიურ პაუზას იღებ და მეც გეუბნები, რომ კი ბატონო, დახმარებას მთხოვ მინიმუმ. იმიტომ რომ შენ თუ მე დახმარებას არ მთხოვ, მე ჩემ გადმოსახედიდან ვსაუბრობ ხა. მე არ დაგეხმარებ. რა თქმა უნდა. მე სამ კითხვას უსმენ ყოველთვის ჩემ თავს, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანთან ურთიერთობაში. რატომ ვაკეთებ ამას? რას ვგრძნობ, როცა ამას ვაკეთებ? რას ვიღებ? ეხლა გავშალოთ, რატომ ვაკეთებ? ხო, გავშალოთ. ნამდვილად სჭირდება მას ეს დახმარება, თუ მე მინდა რომ დამინახოს, რომ მე მაგარი ვარ და ვეხმარებ. და მასზე მეტად იგრძნო თავი. რა თქმა უნდა. მან ცუდად როცა ხარ ყველა გეხმარება, აბა კარგად ყოფნის დროს და წარმატების დროს გაიხარე ჩემით და იგრძენი ზუსტად ეს გამორწყვეტ. მეორე, რას ვგრძნობ? საჭიროებას და კმაყოფილებას თუ გრძნობ, ეგოს კონსტრუქტია. არაფერს არ ემსახურება ეგ გარდა აღიარების. მესამე, რას ვიღებ? მან რომ მითხრას რომ რა მაგარი ხარ, როგორ დამეხმარე, მოლოდინზეა დაფუძნებული. და მეოთხე კითხვა ყველაზე ჯადოსნური, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვკითხოთ. ნამდვილად ჭირდება თუ არა მას ეს დახმარება და მე რომ არ გავაკეთო, გაკეთდება თუ არა ეს საქმე? ჩემს გარეშე. ჩემს გარეშე. და თუ პასუხი არის კი, პირდაპირ მიდიხარ პირველ პასუხთან ისევ რომ ეგოს კონსტრუქტორი და თავიდან ბოლომდე ამას იმიტომ აკეთებ, რომ სინამდვილეში საკუთარ საჭიროებას ანახებ კრიზისულ მდგომარეობაში, საკუთარ თავსაც, მასაც და ეგოს იკويება. მე არ დაგეხმარები, თუ არ მთხოვ, მე ამ გთხოვნას ჩაგეკითხები, რა ხდება? და თუ მივხვდები რომ ხო, ნამდვილად უძლური ხარ შენ აქ, მე დაგეხმარებ, მაგრამ მოლოდინების გარეშე. ყველა წყენის მიღმა, ყველა კონფლიქტის მიღმა. ყველა ნერვიულობის მიღმა, ყველა სევდის მიღმა არის მოლოდინი. მე თუ ჩემმა მეგობრებმა მიღალატა, მე თუ დავიწყე ჩემ მეგობრის ღალატის გაშიფრვა და ამაზე სულ ანალიზი და ამაზე აქცენტირება, ამ პარტნიორმა თუ მიღალატა. მე პირველი რაც ვაკეთებ, ვაზიანებ საკუთარ ენერგიას. მე უნდა ვკითხო საკუთარ თავს. რა გავაკეთე ისეთი საკუთარ თავთან და არა მასთან, რომ მე ახლა ეს ყველაზე მეტად მტკივა. მოლოდინები შევიქმნი. სართული ვერავინ ვერ ვიქნებით დაზღვეული ღალატისგან. გამორიცხულია ეს რა. და როცა გვღალატობენ პირველი რა გვაქვს, რომ ჩვენ უარყვეს.
და უარყოფა სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენი პროექცია არის რა, ანუ ჩვენ ვთვლით რომ უარყოფს და არ ვარ საკმარისი. და თან ის არის მოღალატე რა და თქმა უნდა. და მთავარი რა არის რომ მე თუ მღალატობე. აუ, ამას ეხლა გეუბნები ხო ძალიან დიდი მუშაობის მერე, თორე თავის დროზე მე რომ მიღალატეს, არ ვიცი. ნუ აი 35 კილო მოვიმატე სტრესის ხო. ეგრე არ არის მარტივი ხა გამოვიდეთ და ადამიანის მორალი ვუკითხოთ. არა, მაგრამ ნუ რო ვაზიარებთ ამას. რომ ჩავშალოთ საბოლოო ჯამში თერაპიაში, რაც დიდი თერაპიების მერე თერაპევტმა უთხრას ეხა ვეხმარებით ადამიანებს და ვეუბნებით რომ მოღალატე ადამიანი სქეს მნიშვნელობა არ აქვს. მიდის ურთიერთობიდან იმიტომ ღალატობს სინამდვილეში რომ გან არასაკმარისი ხარ. საოცარ ქალებს უღალატეს ისეთი მონაცემების და ვიზუალის მანდ ვიზუალზე არ არის. მაგრამ ქალებიც ხო ღალატობენ კაცებს. რა თქმა უნდა, საოცარ კაცებსაც უღალატეს. ცუდ კაცებსაც უღალატეს და ცუდ ქალებსაც. ცუდს გულისხმობ ქცევაში და არა ვიზუალში ხო. ღალა მოქმედი პირი ვინც ღალატობს. ის ისეთ დაბალი თვითშეფასებით არის მომენტში, რომ მიდის ზუსტად იმიტომ, რომ იქ შეივსოს ახალში. თავიდან თაფლობისთვის რაც ეძახია რომ ყველაფერი იდეალურად არის. მე მივდივარ ჩემი დაანაკლისებისა და დანაკარგების გამო ამ ურთიერთობიდან და არა იმიტომ, რომ შენშია პრობლემა და მან რა შემოდის? გადამრჩენელი დონორი ფსიქოტიპის ინსტინქტი, ანუ მე თუ მიღალატეს პირობითად, მე მათ შემოდის ეხა ვინც გვიყურებს მაყურებელი აუცილებლად ვისაც უღალატეს და ეხა უსმენს ამას და გაიაზრებს რომ მან მე იმიტომ მიღალატა რომ საკუთარი თავი აღარ უყვარდა და აღარ მოწონდა ჩემთან და ვეღარ იყო ისეთი მაგარი ვაიმე მე დავაკელი ესე იგი რაღაცები პირველი რაც აუცილებლად არა რაც არ უნდა მიგეცა მე საკმარისი აღარ იქნება და უბრალოდ უნდა გადავიდეს ახალ გარემოში მისი პრობლემაა ღალატი ვისი არჩევანა შენი ეგო როდესაც დათრგუნული არის ნახე მე თუ ემოციური საკვები მოგეცი დიდხანს არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორია თუ ვინ არის გითხარი რომ ჭკვიანი ხარ კარგი ხარ რაღაცები ვაკეთე და მე ეს წაგართვი რაღაც მომენტში შეიძლება გაბრასდე რომ აღარ გაძლევ ემოციურ საკვებს და შეიძლება მიღალატო კიდევაც ამის საფუძველზე და წახვიდე სადაც საჭიროება იქცნო და თავიდან მოგცემ ყველაფერი კი მიჯაჭვულობის მქონე ფსიქოტიპმა შეიძლება უღალატოს და მე ორმაგადინანოს ნარცისს იმიტომ ნარცისმა დააჯეროს რომ პრობლემა მასში და მოღალატია ამიტომ ესე არ არის რომ მიჯაჭვულობის მქონე ფსიქოტიპი თავიდან ბოლომდე აი რაღაცა უნაკლოა და მსხვერპლია ნარცისთან არა არჩევანია ეგეც რომ მასთან იყო და მიჯაჭვულობის მქონე ფსიქოტიპებიც ღალატობენ იმიტომ რომ ის რო წამართვი მე ხა წავალ სხვაგან ვეცდები და მე უარესი მემართება საბოლოო ჯამში რა რომ არც იქ მინდა და საერთოდ საკუთარ თავს და იდენტობას ვკარგავ. ამიტომ ეკოლოგიური ურთიერთობა არის რომ ჯერ მე და მერე შენ. შენამდე მე. ეს არ არის ეგოიზმი. მე თუ ვარ საკუთარ ენერგიაზე პასუხისმგებელი, ემოციაზე, ჩემს ემოციას სახელს ვარქმევ. მე გაბრაზებული ვარ და ამას გეუბნები რომ იცი რა მე აი ეხლა გავბრაზდი. მე ეს მეწყინა. მაგრამ შენ არ გადანაშაულებ და მინდა რომ ვიპოვოთ, რომ იქიდან ჯანსაღი რა არის? აუ შენ ყველაფერი გწყინს კი არა. რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ისე მოხდეს, რომ არც მე დავზიანდე და არჩენ და ეს წენა აღარ იყოს. და მე როცა ხვდები რომ შენ სათხარ გამოსავალს ვაძებ, თორე შეიძლება ჩემ პარტნიორს არ ვიცი, არ მოწონდეს რაღაც ჩემი ქცევა. და მე უნდა ვკითხო ჩემ თავს, რომ ეს ქცევა რომ შევცვალო შევცვლი ძალით და მე არ მინდა ამ ქცევის შეცვლა და ამით ვზიანდები, თუ მართლა შემიძლია შევცვალო, იმიტომ რომ ეს ადამიანი მიყვარს და ჩემთვისაც ცუდია ეს ქცევა. მე თუ ამას გავიაზრებ, რომ ჩემ თავისთვის ვცვლი პირველ რიგში. ხო, აქ ეკოლოგიურობის გზაზე ვარ, თორე ეკოლოგიური არავინ არ იბადება ურთიერთობაში საბოლოო ჯამში. ხო შეიძლება რაღაც კომპრომისზეც წახვიდე, იმიტომ რომ თქვა ხო, აი შენი ინტერესების უკან გადაწევის სანაცვლოდ არა, ხო? გამორიცხული სადღაც აუცილებლად წამოიწევა. ჩემი ინტერესების სანაცვლოდ თუ კომპრომისზე მივდივარ, ეს არის დათესილი, უთქმელი, უარყოფა საკუთარი იდენტობის, რომელიც მაგალითად ყველაზე ბოდიში გავრცელებული რაც არის. რომ საქართველოში, რომ რაღაც კონკრეტული, თქვა, ჩაცმა შეიძლება არ მოწონდეს, ძირთად მამაკაცებს არ მოწონთ, ხა რომ თulis რომ გამომწვევად გაცვიო, ხო? მაგრამ გამომწვევადზე არ გულისხმობ, ხა მართლა გამომწვევად. ქართული კაცი ხშირ შემთხვევაში გამომწვევს რაღაც ელემენტარულ შეიძლება. და მე მომწონს ეს ჩაცმა და მე არ ვთვლი რომ გამომწვევია. არ ვთვლი რომ გამომწვევია და შენ თავდაჯერებულად თვლი შენ თავს და ასე შემდეგ. აი მაგ შემთხვევაში რა ხდება? დავთესე ეს მარცვალე ჩემ თავდაჯერებულობის მომცემი რაც არის, რომ აი ეგრე მეცვას და ეგრე ჩაცმა ნიშნავს, რომ შეიძლება დიფერენცია არ გავაკეთოთ, ვიღაც შეიძლება ყელამდე
ჩაცმული იყოს და სხვა მორალი აღქმა ქონდეს და ვიღაცა შეიძლება გამომწვევა დეცვას, მაგრამ საოცარი მორალი ქონდეს, ხო? იმიტომ რომ გამომწვევად ჩაცმის მიღმა სადმინდის ამორალურობისკენ მიდის, ხო? ანუ მორალი ვიზუალურობაში არ არის. ეს არის სტიგმა. მაგრამ მე ვთანხმდები ჩემი მეუღლის ამ ყველაფერს და ეს რაც ჩემ თავს ვკითხე რომ ამ ღირებულებების რაც მომწონს ჩემი არჩევანის რაღაცა კომპრომისზე წასვლის საფუძველზე თვითდაჯერებულობს თუ მაძლევს ასეთი ჩაცმა მომწონს საკუთარი თავის სექსუალურობას შევიგრძნობ სასურველად თვლი თავს უარყოფა გავაკეთე დავთესე ეს მარცვალი და მისთვის მოსაწონად ვიქცევ შვიდად არის რა ხდება ჩემში ჩემი სექსუალური ცხოვრება იცვლება ჩემი თვითშეფასება იცვლება შეიძლება წონაში მოვიმატო შეიძლება გავხდე საკუთარი თავის არკეში ანუ შევიწროვება ხდები ეჭვიანი თვითდაჯერებულობა რომ იქნება პირველი მაკონტროლებელი და ეჭვიანი ხდები ეჭვიანი რაღაცა ვერ ვარქმევ რატო შევიცვალე საერთოდ ვერ ჩემ პარტნიორი ვერ არქმევს რა მჭირს რა თითქოს ეს ადამიანი მზრუნავს რაღაც ისე უყურა მაგრამ მე მაინც რაღაცა არ მასვენებს იმიტომ რომ მე უარყოფა გავაკეთე და ის ფესვები გაიდგა იზრდება ამოვიდა ნაყოფი უარყოფის ამ ჩემი რაღაც რაც ჩემი იდენტობის ნაწილია რაც მიქმნის თვითდაჯერებულობას ხო და გახვივდა და იმხელა გახდა მე და შენ შორის რომ მე შენ ვეღარ გხედავ. საერთოდ ჩემში აღარ ხარ და ჩვენ ჩხუბობთ. ერთმანეთს არ ვუყურებთ, ვუყვირით, იმიტომ რომ გავიგოთ და მე სინამდვილეში გიყვირი, იმიტომ რომ მე რაღაც მტკივა მაწუხებს და რა მაწუხებს უარყოფა გამაკეთებინე საკუთარ თავზე და მე დამაზიანა ამან. თორე ხა რომ მითხრას ჩემო პარტნიორმა რომ იცი რა მე ვწუხდები შენ რომ ახრიგინებ ამ ტელევიზორს ხამე ხო? გამოვთავ. მესმის გააჩნია რას გთხოვ. ხო, თუ მე ხო ეგ პატივხემლობა რაღაც მომენტში რომ მე ვიძინებ, მინდა რომ დავიშვენ და შენ ტელევიზორს ხმამაღლა უყურებ და მე ვწუხდები, ამიტომ მე ამას ვჩხუბობ და ეს არ მითვალისწინებ, მაგრამ მე თუ ჩემი რაღაცის უარყოფას ვაკეთებ და შენ გითვალისწინებ და ჩემ თავს უკან წევ, უნდა ვკითხო მე დავზიანდები თუ არა. ადრე თუ გვია, შეიძლება იმ მომენტში არა. მე მაგალითად პირდაპირ გეტყვით. მე ჩემ პარტნიორმა რომ მითხრას ну ეხლა ვერ მეტყვის ამას იმიტომ რომ ჩემი პროფესია მაქვს და რომც მითხრას დამთავრებული მაგრამ თავის დროზეც როცა მე არ მქონდა ამ ხელა ცნობიერება და მე ხახტო ფსიქოლოგიაში გადმოვედი 9 წელი ხდება ხო ანუ მანამდე ვიყავი საჯარო სამსახურში თავდაცვის სამინისტროში და განათლებაში მუშაობდი PR-ში ხო ანუ აი საზოგადოებასთან საერთოდ სხვა სფერო ხო ხო და მარკეტინგში მუშაობდი იქ როცა მე მქონდა ულტიმატუმი ჩემ ყოფილი პარტნიორისგან რომ ჩემ დაწინაურება ხდებოდა და ეს ხშირად მოიცავდა ქალაქიდან გასვლას. და რომ მითხრა რომ ან მე ან სამსახური, საერთოდ არ ვიცოდი ესე ფროიდი მქონდა გაგებული ხა ფსიქოლოგიის მხრივ მეტი. ჩემი თავი ავირჩი. და წავედი ურთიერთობიდან, იმიტომ რომ რაღაცები არის რომ ვკითხე ჩემთავს მაშინ მე თან პატარა ვიყავი, არ ვიყავი მე დიდი 23 წლის ვიყავი, ან 13 წლის უკან გეუბნებით თუ რა. ყავდა შვილი? არა. არ მყავდა შვილი. რომ წყოლოდა ხო, მესმის. ეს იყო თავნებას ეძახიან ამ კულტურაში, მაგრამ საკუთარ თავს ვირჩევ და ხო, ნებას ვაძლევ საკუთარ თავს. რომ ვიყო კარგად. რომ ვკითხე საკუთარ თავს, რომ რას მომცემს ახლა ეს არჩევანი და მე ხო ვიცი ჩემი მორალი, სადაც არ უნდა ვიყო, რომ მე ჩემ პარტნიორს არ ვუღალატებ, იმიტომ რომ მე ესეთი მორალი მაქვს გეოგრაფიულად სად ვიქნები არ გადის მორალზე და ზღვარზე ღალატის, ხო? მან მივხვდი რომ უბრალოდ ჩვენ ინტერესთა კონფლიქტი გქონდა მე სხვა მენტალიტეტი მქონდა მას სხვა მენტალიტეტი ეს არ ნიშნავს რომ ის ცუდი ადამიანი იყო ის იპოვიდა აუცილებლად და იპოვა კიდეს კაცებს ხშირად სხვა მენტალიტეტი აქვთ ვიდრე ქალებს კი მაგრამ ყოველთვის ქვეცნობიერად შენატრიან ისეთ ქალებს რომლებიც არჩევანი გააკეთეს საკუთარ თავზე და აპრიორიტეტებს მაგრამ ძალა არ აქვთ ყავდეთ ასეთი ქალი ეს არის რეალურად რომლის კაცებს არ ვუყურთ მაგრამ მე ვამბობ ხოლმე მაგრამ არსებობენ კაცები რომლებიც ამაყობენ საოცარი ქალი ჭკვიანია ძლიერია და რატო თვითონაა გადამუშავებული და ამ ქალის სიძლიერე სილამაზე და წარმატება არ აკნინებს ამაყობს რომ ხო აბა რა ასეთ ქალი მყავდეს ხო თუ გუნავს მას აქვს პრობლემა რა თქმა უნდა ამიტომ ეს არის ეკოლოგიური ურთიერთობა და მე მგონია რომ მოვჩით უკვე კარგად დავასრულეთ და ძალიან კარგი იყო უღრმესი მადლობა ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე ხარ ისე რომ არც დამჭირდა ესე იგი ბევრი რისი შეკითხვის დასმაც მინდოდა უკვე შენ თვითონ ამბობდი ჩემთვის როგორც სტუმრისთვის ძალიან კომფორტულია როდესაც მქონდა დრო რომ ესაუბრა არ იყო ეს მინდა ჩვენთვის ყოველთვის არის პრობლემა როდესაც ვუყურებ რაღაც პოდკასტს და არაცდიან სტუმარს
და ეს მიიღე კომპლიმენტი ძალიან ჩემგან, დიდი რომ მადლობა. ძალიან კარგად მქონდა საშუალება, რომ ყველაფერზე მესაუბრა და არ იყო აზრის გაწყვეტა. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები ამ პოდკასტს. უღრმესი მადლობა და შენც. მადლობა. ნახვამდის.